მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე. მე ჟურნალისტი მერაბ პეტრელი ვარ. ჩვენ დღეს გადაცემაში ძირითადად ვისაუბრებთ თემაზე საქართველოს და ევროკავშირი. იცით რომ საქართველოს ხელისუფლებამ ორი დღეა განაახლა თავდასხმები. პრინციპში არ შეუჩერებია ევროკავშირის მისამართით. იცით რომ შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე ჩემპიონი ამ მიმართულებით და დღეს მან ჯერ პოსტი დაწერა და მე პრესკონფერენციაზე დიდი განცხადება გააკეთა ბრიუსელის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მოყვა მარტა კოსის განცხადებას, რომელსაც თქვა რომ იცით რომ უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ ახალ ეტაპზე, მათ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაუხსნეს და იქ თქვა რომ იდეის დონეზე რომ ევროკავშირი განიხილავს რომ ახალ წევრებს შეიძლება თავიდანვე არ ქონდეთ ვეტოს უფლება, ამ გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება. გამომდინარე იქედან რომ მათ აქვს ცუდი გამოცდილება ორბანთან დაკავშირებით, როცა ის ბლოკავდა მაგალითად სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ განცხადებიდან გამომდინარე შალვა პაპუაშვილმა ჯერ პოსტი დაწერა, სადაც თქვა რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველოს განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერიაო. შემდეგ კი განაცხადა ასეთი რამ პრესკონფერენციაზე, ნაბიჯ გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი ერივი იქნები. თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ საფეხზე, არამედ შემდეგაცო განაცხადა პაპუაშვილმა. მან ასევე თქვა რომ როცა გვაქვს ჩვენ არჩევანი საქართველოს ეკლესიას დაუჯეროთ თუ ბრიუსელს, ჩვენ ეკლესიას დაუჯერებთ და ვისაც ეს წყის ბრიუსელში შეუძლიათ ცივი წყალი დალიონ. მოკლედ აი ასეთ რიხზე იყო დღეს დილიდან შალვა პაპუაშვილი, თუმცა საღამოს ჩვენ მოვისმინეთ ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობა და კომიტეტის თავმჯდომარეა და ლუქსემბურგში იმყოფება თურმე ვიზიტით და შეხვდა იქ ლუქსემბურგელ კოლეგებს და ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს ასეთ რამეს. ლუქსემბურგს ვთხოვეთ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითო განაცხადა ბატონმა ნიკოლოზ სამხარაძემ. მოკლედ რა ხდება ამ თემაზე ვისაუბრებთ ძირითადად, ასევე ოპოზიციაში არსებული ვითარებასაც შევეხებით, ბუნებრივია. ჩვენ პირველ სტუმარი იქნება თამარ ჩერგოლეიშვილი, შემდეგ გრიგოლ გეგელია და ბოლოს ექსპერტებს მოусვენთ გიორგი რუხაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი შემოგვიერთებიან. მოგესალმებით თამარ ჩერგოლეიშვილი, გამარჯობა ქალბატონ თამარ. საღამოშიდების მერაბ მივესალმებ მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შალვა პაპუაშვილმა თქვა რომ ნაბიჯ გვაგუებენ იმას რომ ევროკავშირშიო თუ შევალთო ვიქნებითო, როცა შევალთ ვიქნებით მეორე ხარისხოვანი ქვეყანაო და როგორ ფიქრობთ მისი ეს განცხადებები 75-15 მუხლის ხსენება და ასეთ ევროკავშირში ქართულ ხალხს არ აურჩევია ხო არ ნიშნავს რომ ხელისუფლება გვაგუებს ნაბიჯ რომ შეიძლება საბოლოოდ თქვან ვარი მათ ევროკავშირში. ამაში ხო ახალი არაფერი არ არის მერაბ, ანუ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის რომ გადარჩეს სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება. პაპუაშვილის მერე თავად მოაყოლე ნიკოლოზ სამხარაძის ამის საპირისპირო განცხადება, ხო? ანუ ჩვენ იმისთვის რომ გავარკვიოთ ბიძინა ივანიშვილი რა რთულ დღეშია და როგორ ჩიხშია, უნდა გავაანალიზოთ მისი ამორჩეველი. მისი ამორჩეველი შედგება სადღაც 15% ან მაქსიმუმ 20% ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ან თავს რაღაცა რუსულ წიაღში ხედავენ კარგად, ან სულ ერთია, ეს არის ერთი, მაგრამ ეს ხალხი მას არ ყოფნის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მას სჭირდება შეინარჩუნოს პროევროპელი სტატუს-კვო ლოიალისტები სხვადასხვა ფორმით. იქნება ეს ომის შიში, იქნება ეს რაღაც ვთქვათ, ეკონომიკური სიკეთეები, რომ მაგალითად სოციალური დახმარება, ანუ მილიონი რამე არის, ითიც ოცნებას უჭირავს ხალხი, არა იმიტომ რომ მათ ოცნება მოსწონთ, არამედ იმიტომ რომ ამ მომენტში მათ ასე სჭირდებათ, ხო ეს არის. აი ეს ხალხი პროევროპელი ხალხია და მისი შენარჩუნება მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით სარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. რამდენი წელიაო შალვა პაპუაშვილი ყოველდღე რო ბრიუსელს ურტყავს, გასაგებია, მაგრამ ესე ურტყავდა, როცა აი ხავე გეტყვი, ესე ურტყავდა, როცა კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხო? ესე ურტყამდა და კანდიდატის სტატუსი მიიღო. მაშინ ასეთი ინტენსივობით არის. არა, მაშინაც იმედზე გადაცემა აქვს სპეციალური ევროანატომია ქვია კვირაში ერთხელ, სადაც გადაცემის საკითხი. ხა შენ ყოველდღე ურტყამ თუ კვირაში ორჯერ თუ ურტყამ და კამპანია გაქვს ევროკავშირის წინააღმდეგ და ამაში იღებ კანდიდატის სტატუსს, ის ადამიანი, რომელსაც სტატუს-კვოსთან შეგუება სჭირდება, ეხა ბევრი გარემოებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ თავი ევროპაში წარმოუდგენია, თავს იმშვიდებს, რომ კაცო ეს კაცი ევროპისთვის მუჯლუგუნების რტყმაში აგერ თავისას მაინც იღებს, ხო? აგერ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამაზეა აწყობილი მთელი კამპანია, რომ ერთი მხრივ მათ შეინარჩუნებენ
შეინარჩუნონ თავისი ბაზა, რომელიც არის ანტიდასავლური ბაზა, რომელსაც დასავლეთი გონია, რავი, ომის დამქაში და ასე შემდეგ. ანუ ეს საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, მაგრამ მეორე მხრივ მათ სჭირდებათ, რომ დააბნიონ სტატუს კვო ლოიალისტები, სინამდვილეში აკეთონ ყველაფერი ანტიდასავლურად, უბრალოდ მათ შეუქმნან წარმოდგენა, რომ აი ამ ანტიდასავლურ მოქმედებებში ისინი ევროპაში ინტეგრირდებიან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და აქამდე ის ასეთ თამაშს იმიტომ ახერხებს, რომ ოპონენტებიც ხელს უწყობენ. არა, ოპონენტებიც ხელს, ბატონო? მე მეჩვენება უბრალოდ რომ შეცვალეს. არა, მე შენ გეჩვენ, აი სწორი სიტყვა თქვი, მე რა, შენ გეჩვენება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ამაზე ვიმშელოთ, მოდი, მე მეჩვენება თქვენ ხედავთ არასოდეს. ეს ტაქტიკა რაც თქვენ მოგქონდათ მანამდე, როცა კანდიდატის სტატუსი მიღეს ახლა აქვს და ახლაც ეს, ანუ რატო ლაპარაკობს მაშინ სამხარაძე ამას? რატომ ხდება მაშინ მაკაბოჭორიშვილი? ანუ რატომ ხდება მაშინ მაკაბოჭორიშვილი ემათ რა ქვია, იმ მახარაშვილთან და იმათთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლებს რატომ იძახის, რომ ისინი მზად არიან, ხო? ანუ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ყველა რუს ოლიგარქს, სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. აქამდე ის ამას ვერ შეინარჩუნებდა. გარკვეულწილად მათ შორის წინააღმდეგობა მათ შეუწყო ხელი. ჩვენ ხო გვახსოვს, რომ იყო ეს რაღაცა ისინი რა ქვია, რომ ეხლა მას უნდა ვაიძულოთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ნუ ეხლა ყურებიდან და თვალებიდან სისხლი მომდიოდა, თანცრემლები მომდიოდა, იმიტომ რომ ხედავდი როგორც ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას. ხო, ამის შედეგად რაც მოხდა, ის სამოქალაქო საზოგადოების ის ორგანიზაციები, რომლებიც კანდიდატის სტატუსი უპირობოდ უნდა მოგვცეთ, თორე ქართველი ხალხი ზურგში აქცევს ევროინტეგრაციას, რომ იძახდნენ, არც ერთი აღარ არსებობს დღეს. საქართველოში არც ერთი აღარ ფუნქციონირებს. ანუ რეალურად ბიძინა ივანიშვილი რომ გადარჩეს, სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება და ერთადერთი ამოცანა რო შეასრულოს კარგად ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ, რომ მას სტრატეგიული ბუნდოვანების შესაძლებლობა არ მისცეს. ამისთვის უბრალოდ სწორედ უნდა შეაფასოს ბიძინა ივანიშვილის სურვილები. მაგალითად, აი ახლაც იყო ისტერიკა, რომ არ უნდა ამ კაცს ამერიკასთან დალაგება, აი ხო ხედავთ, აი რუბიოსთან ეს რომ მოხდა, ხო? თუ დაულაგდებიან და ევროკავშირში თუ მიიღებენ უპირობოდ, უარს კი არ იტყვის, მაგრამ ეს ემზადება იმისთვის, რომ რადგან არაფერს არ შეასრულებს სასამართლოს, ხო არ გააკეთებს დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ევროკავშირში არ მიგვიღებენ და რო არ მიგვიღებენ, ემზადება იმისთვის, რომ უკვე ისე დისკრედიტირებული იყოს ევროპა. ამორჩევლის თვალში, რომ აქ არავინ პროტესტი არ გამოთქვას ამაზე. ამაზე არის საუბარი. ცხადია, ანუ მას სჭირდება იმისგან კი არ აგინებს, კაი ცხოვრებისგან კი არ აგინებს ევროკავშირს, კი არ უნდა ევროკავშირის გინება. უბრალოდ უწევს ევროკავშირის გინება, რომ ნიადაგი მოამზადოს იმისთვის, რომ სრული გაუცხოება რომ მოხდება, ევროკავშირი იყოს შერაცხული მტრად. ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს. ანუ იმიტომ კი არა, რომ არ სჭირდება, ძალიან სჭირდება, კაცო, პუტინსაც სჭირდება ამერიკასთან დალაგება, მარტო ბიძინა იმოგო თავისი პირობებით სჭირდება. და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა, ხო? იმიტომ რომ ეხლა რა ვითარებაში ვარ ჩვენ. მართლა ეხლა იმაში იმერეთში ვიყავი რა, დღიანი კამპანია ქონდა ქუთაისში და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩამოსული. მართლა არაფერი არ აკლია რეჟიმის შეცვლას ძლიერ დემოკრატიული ალტერნატივის გარდა. რეალურად როგორც წინააღმდეგობის კუთხით, ხო? იმიტომ რომ ხალხი წინააღმდეგობაშია. მიუხედავად იმისა, რამდენი გამოდის აქციაზე და რამდენი არა, რომ ელაპარაკები ჯერ მარტო მიმღებლობა არის ისე გაზრდილი. ანუ ყველგან ველაპარაკებოდი, სადაც შესაძლებელია. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ახლა კამერებით არ მივდებდი უკანა, ტელევიზიებს არ ვეძახდი, მოდით გამაშუქეთ მე. არც არავინ გამაშუქებდა, ხოცები თუ გამაშუქებდნენ მარტო, შეგეძლო თავად გადაგიღოთ. მაგრამ მე თვითონაც მაღაზია არ ვიყავი, ანუ მაინტერესებდა სამუშაო ვიზიტით ვიყავი და ანუ რეალურად ხო და ეს მაინტერესებს, სად შეხვდით ხალხს, ანუ რაღაც თქვენს მომხრეებს ხვდებოდით თუ სადღაც ბაზარში დადიოდით? არა, ანუ ბაზარშიც დავდიოდი, ხო, დავდიოდი როგორც ქუთაისში მცხოვრები და არა როგორც პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცა შედის და ლიფლეტებს არიგებს, თუმცა მე ჩვენი აქტივისტები შევიდნენ და დაარიგეს კიდეც ეს ჩვენი ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს, ანუ ამოცანა რა იყო, რომ ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდეთ, ასე ლიფლეტზეც ესე ეწერა, მაგრამ ერთზე შევთანხმდებით, რომ ჩვენ ანუ ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს, შენ უკეთეს იმსახურებს, შენი მეზობელი უკეთეს იმსახურებს, ანუ უკეთესად ყოფნას ვიმსახურებთ და ამაზე შეთანხმება და ამაზე ფიქრი თუ დაიწყო ქართველმა ხალხმა, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ ნაბიჯსაც გადადგამს უკეთესი ცხოვრებისკენ, როცა დაინახავს ამ უკეთეს ცხოვრებას. მაგრამ სხვა რამე მინდა ვთქვა, ანუ წინააღმდეგობა ცოცხალია და არსებობს და ის გამოჩნდა 26 მაისსაც, ხო? საერთაშორისო წნეხს რაც შეეხება დასავლეთისგან იზოლაციის პრობლემას ბიძინა ივანიშვილი ვერ გადალახავს კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად აღწერე, რომ ვერ შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც გადატვირთვისთვის არის საჭირო.
ევროკავშირს რომ დავიდავანებოთ, ამერიკას სჭირდებათ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ სანქცია ადევს ხაზინის და ძალიან დიდი პრობლემაა ხო ეს. ტრამპი დემოკრატიას არ მოითხოვდა. ანუ ტრამპი დემოკრატიას კი არ გასწევს, სტაბილურობას ითხოვს. ანუ ტრამპის ადმინისტრაცია არც მალავს იმას, რომ მათი ამოცანა ახლა საქართველოს დემოკრატიის მშენებლობა არ არის. მათი ამოცანა არის მათი პროექტების სტაბილურობა. იმისთვის რომ ამ რეჟიმმა შეძლოს სტაბილურობის უზრუნველყოფა, სჭირდება A, B, C, D-ს გაკეთება, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა იწუწუნოს ყობახიძემ აზერბაიჯანს, რატო არ მოთხოვესო, აზერბაიჯანი სხვა ტიპის ქვეყანაა. ნავთობის სახელმწიფო, ალიევს სხვა წესრიგი აქვს იქ და იმ წესრიგში სტაბილურობა უზრუნველყოფილი აქვს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისივე დათვლებით 800,000 კაცი აძლევს ხმას, რომელსაც დღეს პარტიებს უკრძალავს ის საერთოდ და ტროტუარზე დგომისთვის, გამოხატვისთვის ხალხს ინაში ვერ აჩერებს თან წინააღმდეგობას, ხო? სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში იყო 26 მაისის აქცია რო ნახა. 2 წლიანი რეპრესიების შემდეგ ახლა თუ რამეზე ინფორმირებულები არიან, მაგაზე არიან ინფორმირებულები, ხო, რეპრესიებზე. და ამდენი რეპრესიის შემდეგ რომ ამდენი ხალხი ქუჩაში გარეთ გამოდის, თუ ხედავენ ისინი რომ ამ კაც სტაბილიზაცია სიტუაციის არ შეუძლია. სულ რო იქო მოწოდება გაუკეთესო პარლამენტიმასო ოპოზიციურ პარტიებსო რომ პარლამენტში შევიდნენ. კაცო ნორმალურ სიტუაციაში ოპოზიცია რომ პარლამენტში უნდა იყოს, მაგ მოწოდებას ვინ არ გააკეთებს, მაგრამ ეს კრიზისი რომ ოპოზიციის პარლამენტში არ შესვლით არ შექმნილა. შენც ხო იცი, მეც ხო ვიცი და ეხლა რამენაირად სახელმწიფო დეპარტამენტმაც იცის, ხო? 28 ნოემბრით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და შემდეგ ქართული ხალხის რეაქციით შეიქმნა ეს კრიზისი. და იქამდე კრიზისი შექმნა რუსული ყაიდის კანონებმა. ანუ იმისთვის რომ ამერიკასთან გადატვირთვა მოხდეს, კრიზისი უნდა განიმუხტოს. და ეს კრიზისი განიმუხტება თუ რუსულ კანონებს გააუქმებს, თუ პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს. ხვდებით რას ვამბობ? ანუ აქაც შემოდის და ივანიშვილს იმედი აქვს რომ ამ კრიზისს იმით განმუხტავს, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო დასუსტდება, პროტესტი განულდება და მე იტყვის რომ ეს დავამყარე აქ. ჩემი წესრიგი. მაგის იმედი აქვს, ამიტომაც რეპრესიები, ამიტომ არის ესეთი გიჟური, რომ რაღაცნაირი გამყინავი ეფექტი იქონიას პროტესტზე, ხო, მაგრამ და გასაგებია რომ თუ გატეხა ეხა და გაგხოცა ყველანი და სტალინური რეპრესიები ჩაატარა, გასაგებია რომ რაღაც მომენტში გატეხავს, მაგრამ ვერ უნდა აწიოს ეს, ხო, არ უნდა ავაწევინოთ, ამისთვის უნდა ვიყოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ეს არ უნდა ავაწევინოთ. და ჯერჯერობით არის ვაწევინებთ და პოლიტიკურ სპექტრზეც არ არის იმდენად დაკავშირებული. პოლიტიკურ სპექტრზე არის ცვლილება დამოკიდებული, მაგრამ პროტესტი და წინააღმდეგობა პოლიტიკურ სპექტრს არ დაუორგანიზებია. ეს პროტესტი არის სრულიად თვითნაბადი და კი პოლიტიკურმა სპექტრმა იმ პარტიებმა რომლებმაც პროტესტს უერთგულეთ და არაღიარების პოლიტიკას და წინააღმდეგობის პოლიტიკას გავყევით, მათ მეტინდობის მანდატი გვაქვს. ახლა 26 მაისის აქციას თუ შეხედავ, ალიანსის დაანონსებული იყო ეს ალიანს რა აერთიანებს? აერთიანებს ის, რომ ბოიკოტშია, ხო? ანუ რეალურად ალიანსში არიან ის პარტიები, რომლებიც არაღიარებენ ამ რეჟიმს. და ამ გზას გიფასებს, თორე ახლა მე ხო არ შეუყვარდი უფრო მეტად ან იმას რა ქვია, ნიკა გვარამია, ხო? რეალურად გვეთანხმება იმაში, რასაც ვაკეთებთ და მაგაში მოგყვება. ამ გზით უნდა ვიაროთ, უბრალოდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავამატოთ პოლიტიკური ალტერნატივა, რა პოპულის და ყურის და ყველის საკითხები. იმიტომ რომ ერთია შენ წინააღმდეგობაში, ვინც არის ხალხი, ის დაინტერესო და იმისი გალვანიზაცია გააკეთო, მაგრამ მეორეა რომ აი ეს ხალხი, ვინც უკვე გალვანიზებულია, შენ ჩართო იმაზე საუბარში, რაც ამათ გარშემო არსებულ ხალხს ჩართავს უკვე პროცესში. და აქ უკვე პური და ყველი გჭირდება და ამას ეძღვნება ჩვენი ზაფხულის კამპანია და კაი იქნება თუ ალიანსიც ერთობლივად დროზე დავიწყებთ. აი ეგ ალტერნატივა თქვენც ამბობთ, რომ ალტერნატივა არის საჭირო და რამდენად აღიქვამს ხალხი ალიანს ალტერნატივას. ამის პოტენციალი რამდენად არის? დრო სჭირდება ახლა. გათვალისწინებით იმ დაპირისპირების რომლებიც არის ალიანსში. ჭკვიანურად შედგენილი დოკუმენტია ალიანს. ანუ რეალურად ახლა ჩვენ ხო ციდან ჩამოფრენილები არა ვართ ქართულ პოლიტიკაში და როცა ალიანსს ვაკეთებდით და მასში უნდა ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა თავისი მიხეილ სააკაშვილიანა, ვიცოდით რა სირთულეებით შეიძლება მოყოლოდა, იმიტომ რომ 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა რამეს ხლას გამო კი არ დაიშალა. ბოკერი ეროვნებოდა თუ ვინა პარტია განვითარდეს, წესებით უნდა იმართებოდეს და არა შენი ახირებებითო. და ამიტომ დაიშალა პარტია, ამიტომ გახდა მიშა მოღალატე, თორე რამე სხვა მიზეზზე კი არ იყო. მართლა რაღაცა იქ ბიძინა კი არ იყო ჩარეული ამაში. მიშამ დაშალა თავისი პარტია. როგორც მე მიშამ დაშალა თავისი პარტია, შემდეგ მიშამ დაშალა თავისი პარტია, შემდეგ იმიტომ რომ მდგრადი არ არის ის რაც მიშას უნდა. მიშას ახირებები არის სრულიად დაცილებული რეალობას და მან ბოკერია და ის კი არა რა ქვია, ვერავინ ვერ შეუსრულებს მაგას უბრალოდ, რასაც ის ითხოვს. ესე მისი პარტია ვერ გადარჩება. აქედან გამომდინარე, აქაც ბუნებრივია მოსალოდნელი იყო. უბრალოდ ახლა ხშირად ისეთი გარემოებები იქმნება, რომ ესეთ ახირებულ ხალხსაც, როგორც სააკაშვილია, რაღაცნაირად განძრევის შესაძლებლობა არ ეძლევა, ხო? ანუ იმიტომ რომ უწევს, რომ გაყვეს რაღაცა წესრიგს. ახლა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოუწიოს ეს ყველაფერი და ჭკვიანურად შედგენილი დოკუმენტია. ანუ გარიცხვის პროცედურაც კი არ არსებობს შიგნით. პირდაპირ წერია, რომ ამ ალიანსში და ამ ერთობაში მონაწილეობის წინაპირობა არის წესების დაცვა
და სტრატეგიის გაზიარება. მაგრამ კოალიცია ბოროტებად გამოაცხადა და ყვირის ჩემ წესებს თავზე ვერავინ ვერ მომახველსო და ეხა თვითონ იყენებს თავს ხო ალიანს გარეთ. ეხა გასაგებია რომ ბევრისთვის ეხა ალიანსის შიგნით მე არ უყურებ ესე საკითხს. ანუ მე ვთვლი რომ გაცილებით უფრო სწრაფად წავა ალიანსი წინ, ეს კაცი თუ გარეთ დარჩება. მაგრამ ნაციონალიზება თუ არ იქნება ალიანსში ამას. არც არის ეხა, არც მიუღია ორი თვე არანაირი მონაწილეობა საერთოდ არაფერში არ მიუღია. არაფერში საერთოდ არანაირში. და ერთადერთი რასაც ვითხოვდა ხა 26 მაისის აქციას რო ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდათ და ფავლენამ ერთი დღე არიგა ლიფლეტები რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მოეპოვებინა. ისაც ახლა 26 მაისის დამოუკიდებლობის დღეა, წიხლების თქმას ვარ დაუწყებ ფავლენას სიტყვით არ გამოხვიდეო, ხო? ანუ მაგას ვარ ვიტყვით რომ არ არსებობენ საერთოდ არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური. გერმანული ანგარიშით ვიყოფთ იქ ყველაფერს რა, ესე ვიღაცა ერთი კაცი არ გვაფინანსებს. ყველა პარტია შევდივართ ჩვენ წილს. არც ანუ არ შემოსულან მაგაში საერთოდ არ არსებობენ ჩათვალე. უბრალოდ ბოლოს აყენებენ ტელევიზიით, ქოცებს აწყობთ, ლელოს აწყობს, ანუ ხაზარაძეს აწყობს, რომ ალიანსი წარუმატებლად გამოჩნდეს და აი ეს ბოლი იქმნება. ეხა ერთადერთი რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ალიანსმა დროულად დავიწყოთ მოქმედება, ამიტომ ვიყავი გავარდნილი მარტოც, რომ ვაკუუმი არ შემექმნა რა, იმიტომ რომ დაგდევს მე მთელი ეს მედია, საერთოდ სხვა საზრუნავი რო გაქვს, გეკითხება იმან შენზე ეს თქვა, აბა ამან ეს თქვა და ამაში გითხრევენ და საერთოდ სხვაგან არის ხალხი. საერთოდ ანუ აი მიშას მიმართ დამოკიდებულებაც იცი რომ აუ მაგან ხო ტვინი წაიღო იქიდან რა აი ეს დამოკიდებულება რომ აღარ შეუძლია ხალხს ხო ჯობია ბარემ მაშინ იყოს მიშა ცალკე და ალიანსი იყოს ცალკე არა ოფიციალურადაც იყოს ასე ოფიციალური არ არანაირი ანუ ჩვენ ალიანსი ისინი არ ტოვებენ ალიანსს იმიტომ რომ არ უნდათ სახელი დაერქვათ რომ აი შენ დაარღვი ერთობა იზოლაციაში ყოფნა არ უნდათ იმიტომ რომ ვერ გადაურჩებათ პარტია ერთი გარეთ სხვა არიან ხალხო დარჩენილი თბილისში მიშას თავისი ამორჩეველი ყავს რანა მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია. მეხუთე ადგილზე გავიდა მისი პარტია. ამიტომ აქ ისტერიკა ახალზე ატეხილი. რომ ხალხს უნდა წარმოუჩინოს, რომ ვითომ ახალიც მისი ხმებია. სინამდვილეში ახალმა თბილისში იმიტომ მოუგო, რომ მიშა არ ყავდა. ელენე იყო, ზურა იყო, გვარამია იყო, რაღაც ძალას ასხივებდნენ, ხო? ანუ ტელევიზია ქონდა მაშინ გვარამიას და ამიტომ ამას აკეთებდა და მიშა არ იყო კიდე შიგნით და თბილისში ხალხი გაიქცა და ვინც გახარიას და ლელოს არ ენდობოდა, მიცა მაგათ ხმა. აი ეგრე აიღო მიშა რო არ იყო, ამიტომ გაასწრო ახალმა მიშას თბილისში ყოველ შემთხვევაში. აი ეს იყო მთავარი მიზეზი. შეიძლება რეგიონებში ფული ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ თბილისში ფული არ იგებს არჩევნებს. ხო, გავიგეთ, მაგრამ ეხა ხო შეცვლილია ვითარება. მართლაც ახალისთვისაც შეცვლილია ვითარება. ანუ ნიშნულობა არა. მიმართულებით არის. ნიშნულობა არა. ანუ შეუნდა შეხედო დინამიკა. საიდანაც წამოვიდა კაცი. საიდანაც წამოვიდა. ამ დინამიკას თუ რადიკალურად არ შეცვალა მიდგომა, ვერ შეატრიალებს, ანუ ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მისთვის გადარჩენის გზა არის ალიანსში ყოფნა. და წესებზე დამორჩილება და იმის მიღება, რომ ერთ-ერთია და არა ერთადერთი. მაშინ თუ ეს არის გადარჩენის გზა, მაშინ რატო ეჭვდება? არა, იმიტომ რომ არა რაციონალურია, მაგას ვამბობ, რომ რეალობას დაშორებულია მეთქი მისი ახირებები, ანუ გონზე არ არის რასაკეთებს საერთოდ. არ არის, ანუ რეალობას აცდენილია. იქ მისი მიზანია, რომ უბრალოდ მისი რგული გაერთიანდეს ყველა. ეს მისი მიზანია, რამდენი წელია, კაცო, 13 წელია ეს მისი მიზანია. უბრალოდ საერთოდ ადრე თუ კიდე რაღაცა საფუძველი ქონდა იმის გამო, რომ რაღაცა გრავიტაციის წერტილი იყო, დღეს მაგ მხრივაც ჩამონგრეულია 20-24 წლის არჩევნებში 4 თანაზომად ნაწილად დაიყო პოლიტიკური ველი, ხო, დაახლოებით, ანუ 4 ბარიერგადალახული პარტია დაგაჩნდა, რომელთა შორისაც დიდი განსხვავებები არ არის, ხო? მიშა სააკაშვილი დედაქალაქში გავიდა მეხუთე ადგილზე. ეს იცით რას ნიშნავს? პოლიტიკური ცვლილების და აი ამ თქვათ გარდაქმნის პროცესი სულ იწყება დედაქალაქიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებში რეგიონებშიც გალეული იქნება. ეს მაგას ნიშნავს, ანუ ქრება რეალურად და მისთვის ჩვენთვის ახლა როცა ალიანს ვქრით ახლა ხო ზუსტად ახლა მე და ბოკერიას ვინმე გვასწავლის ახლა მიშა იქ რას მოაწყობ და ვიცოდით ხო უბრალოდ ესეც გასავლელი პროცესია იმიტომ რომ დანარჩენებმაც უნდა დაინახონ ხო რომ სინამდვილეში თურმე ჩერგო არ ურევს არაფერს ზის და მუშაობს თუ ახლა ნაციონალიზება არ გავა ალიანსიდან და ესე დარჩება როგორც არის ეს ვერ მოხდება გასულია უბრალოდ ალიანსმა უნდა გამოჩნდეს ეს რომ ალიანსი გავიდეს კამპანია დაიწყოს სადმე მაგალითად რაც დაგეგმილი გვაქვს ახლა რაც დავაანონსეთ 26 მაისს ქართველი ხალხი უკეთეს იმსახურებს ფედერალისტებმა დავიწყებთ ყველა აქციას უერთდები და 20 მაისს დაიგეგმა აქცია აქტივისტებმა და ნაციონალიზებამ თქვა რომ ჩვენ უერთდებით თქვენც უერთდებით ჩვენც გავალთ აქციაზე ფედერალისტები არ არსებობს არანაირ ესეთ მონაწილეობას არ უღებთ ჩვენ ანუ ამ კამპანიას რო დავასრულებთ მეერე გვექნება შემაჯამებელი აქცია სადაც ასევე რაღაცა გვინდა რომ დიდი აქცია იყოს და როგორც 26 მაისს ქართულმა ხალხმა ისევ დაინახოს რომ წინააღმდეგობა ცოცხალი და გაფართოებულია ეს
დავაანონსეთ. შემოდგამაზე ალბათ ხო ვთქვით კიდეც, ანუ მე მგონი ვაშაძემ დააანონსა, რომ ეხლა კამპანიას ვიწყებთ და მე კიდე შევხვდებით, ხო? ხო, რა, ბევრს მოეჩვენა, რომ ძალიან დიდი ლუფტი იყო. გავიგე, მაგრამ ციკლურ პროტესტი ხო არც პროტესტში ხო მონაწილეობთ ისედაც, ხო, ყოველ დღე გეუბნებით, რომ ფედერალისტებს არც ერთი დღე არ გამოუტოვებიათ, ანუ ფედერალისტების ბირჟა არსებობს და თუ შემთხვევით სადმე ქალაქგარეთ ვართ გასულები, მაშინ სადაც არის პროტესტი, იქ ვამაგრებთ პროტესტის ბირჟას. ეგ გასაგებია, აქ საუბარია თქვენ რას აორგანიზებთ? ჩვენ არ ვაორგანიზებთ ამას, ჩვენ ვართ კამპანიაში, ეხლა შემდეგი ეს გვაქვს აჭარა შეიძლება სექტემბრისთვის გადავდოთ. ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობდით და იქ რაღაც შეიძლება რაღაც ცვლილებები იყოს, თანათავმჯდომარე გაჩნდეს ახალი. ნანუკა ჟორჟოლიანის სახით რას ფიქრობთ? ეს შეცვლის რამეს პარტიაში მათთვის? ანუ გაძლიერებისკენ არ შეცვლის, ანუ მაგ პარტიას აქვს ფუნდამენტური პრობლემა მიშა სააკაშვილის სახით. ანუ თუ მიშა სააკაშვილი არ შეცვლის მიდგომას, ანუ იქ სადაც მიშაზე მაღალი ვერ გაიზარდები და წაგაცლიან თავს თუ მიშაზე მაღალი გაიზარდე, ის პარტია როგორ უნდა განვითარდეს, ანუ ის პარტიამ განგრძობითობა როგორ უნდა შეიძინოს, ის ხო რაღაცა თავისივე გუბეში დაშრება, ხო? ანუ ეს გუბე დაშრება და დარჩება შიგნით. შეუძლებელია, ანუ იმ სისტემაში, სადაც რაც მიშას უნდა, ყველაფერი ის უნდა იყვირო, თორე, ანუ ჯერმერის ერთიც, ანუ მაგ სისტემაში თავმოყარე ადამიანმა როგორ შეიძლება პროფესიონალმა შეიძლება გაძლოს, სადაც სიმართლეს კი არ ემსახურება, არამედ მიშას ახირებებს ემსახურება. ესეთი რამე ხო წარმოუდგენელია, როგორც ბიძინას გარშემო ვერ გაძლებს ვერც ერთი თავმოყარე ადამიანი, ისე მიშას გარშემო ვერ გაძლებს, როცა მიშასგან იღებს ბრძანებებს, თორე ხა სანამ ამორჩეველი ყავს პროცესში, ყველა უნდა იყოს, ვისაც ამორჩეველი ყავს, მე ვინმე კითხება, ვინ იქნება და ვინ არა. ხშირად აკეთებენ ხოლმე ამ იმას, რომ აი ალიანსში ერთმანეთს ლანძღავდით და ეხა როგორ ვეგოიკაცო, მე ხო არ ვწყვეტ იმ ალიანსში, ვისაც ამორჩეველი ყავს, ყველა უნდა იყოს, რა ვიცი, ეხა ეს არის სამსახური ერთგვარი, ხო? ანუ მუშაობთ იმაზე, რომ ცვლილებას მივაღწიოთ და სამსახურში როგორი ის არის, რას საბჭოს ქისეს, ეხა შავბაბაშვილი გამოდა და თქვა, რომ შეხედეთ და ჭამენ ერთმანეთს, კიდევ კარგიო, რომ ჰერჩინსკის ის ოცნება არ ახდა, ისინი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში რო იყვნენ და ესე დაეჭამათ ერთმანეთი, რა მოხდებოდა, ხო წარმოგიდგენიათო და ხალხზე ეს მუშაობს, ხო? ესენი აქ ჭამენ ერთმანეთს და მთავრობა როგორ ჩავაბაროთ ამას. სწორია, მე კარგად იყენებენ მაგას ჩვენ წინააღმდეგ და იყენებენ კიდეც, ამიტომ შევიმუშავეთ წესები, რომ წესები უნდა არსებობდეს, რომლის მიხედვითაც მე რო არ დავჭამოთ ერთმანეთი, ხო? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. იმისთვის, რომ მშვიდობა გქონდეს ერთმანეთში და იმისთვის, რომ ერთმანეთს თავს არ ვესხმოდეთ, როგორც აი ალიანსის დანარჩენი წევრები გინახავთ, რა ვიცი, ზურა ჯაფარიძეს თავს ვესხმოდი, იმას თავს ვესხმოდი, გვარამიას, ყველას თავს ვესხმოდი, ხო? იმიტომ რომ არ მომწონდა რასაც აკეთებდნენ, იმიტომ კი არა. ეხლა როცა მომწონს რასაც აკეთებენ და წესიერად იქცევიან, თავს არ ვესხმი, ხო? მეც წესიერად ვიქცევი. არ ვექცევი თუდად. ზეგონა რომ თქვენ იქნებოდით თავარი დამშლელი ალიანსის. მე მხოლოდ მე ვითხოვ წესრიგს, იმის გამო რომ არსებულ წესრიგს უპირისპირდები, ჩვეულებრივი ამბავია ჩემ წინააღმდეგ, სრულიად ცილისწამებლური კამპანიები, წარმოჩენა ისე თითქოს რაღაცის ამრევი ვარ და არაფერი შრომის ეთიკას ვითხოვ და წესებს. მე წეს არაფერს უწესოებისგან და უწესოები როცა წინააღმდეგობას მიწევენ, მე რა იქნება ეგეთი შტაბეჭდილება. თან მithumetes თუ ეს უწესობა მეინსტრიმშია, ხო? როცა მეინსტრიმი ახლა ესეა, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მეთანხმებოდეს, მაგრამ მაინც ბრაზობდეს, რომ აი ამას რატო აკეთებს, რა დროს ესა. უბრალოდ მე უფრო ახლოს ვარ პროცესთან, ეს საქმე ვიცი და ვიცი, რომ ეს თუ არ გავაკეთე და ამოყირავდა ეს პროცესი და დემოკრატიზაცია არ მოხდა პოლიტიკური პროცესის ალტერნატივის მხარეს, ისა ვერ გავალთ სამშვიდობოს. ანუ ყველა ვარიანტში ეს გზა გავა ალიანსის, რატო ალიცეთ მშვიდად ალიანსთან დაკავშირებით. გამარჯვების გზა ეს არის. სხვანაირად, ანუ წესებზე დაფუძნებული კოოპერაციის გარდა და იქ თანამშრომლობის გარდა, სადაც თანხმდებით, გამარჯვების გზა არ არსებობს. ანუ რომ არსებობდეს რაღაცა ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მზად არის, ანუ ესეთი რომ წარმოიქმნას, კი ბატონო, მაგას დავინახავთ ყველა, ხო, მაგრამ დღეს ხო ეგ არ არსებობს. და სანამ ეგ არ არსებობს, რაც არსებობს, იმათ უნდა ვითანამშრომლოთ და იმისთვის რომ ამ თანამშრომლობაში ერთმანეთი არ დავხოცოთ, გვჭირდება წესები. ხო და მაგას ვამბობთ, რომ წესები შეიმუშავეთ, დააფუძეთ ალიანსი, მაგრამ ამ წესების მიუხედავად მაინც ხოცავთ ერთმანეთს. ანუ არ მუშაობს ეს არასტორია, ჩვენ კი არ ხოცავთ ერთმანეთს, არავინ არ ხოცავთ ერთმანეთს. მიშა სააკაშვილი ირთმევინება წიხლებს და პასუხს ვცემთ მას უბრალოდ. და როცა წიხლების ცემა დაგვიწყო, ანუ ალიანსს დაუწყო, ხო? იმ მომენტში თავი დაიყენა უკვე გარეთ. ის ალიანსს მიღმა, ალიანსს შიგნით დაპირისპირება ვერ იქნება. ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი გამორიცხავს ალიანსს შიგნით დაპირისპირებას, ანუ გარეთ არის სააკაშვილი. და ეხლა მესმის, რომ ძალიან ბევრი ჩვენივე ალიანსის წევრისთვის
რთულია ამისი აღიარება, იმიტომ რომ მაინც ახლა რაღაცა უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნაცმოძრაობას, ვიდრე უნდა მიანიჭონ, ჩემი აზრით, მაგრამ რეალობა არის ესე. ანუ დღეს ალიანსი უნდა გამიხილოთ ნაციონალურ მოძრაობის გარეშე და ისე რომ შიგნით არ არის არანაირი დაპირისპირება და გვინდა რომ კამპანია დავიწყოთ ერთობლივი იმისთვის რომ ალიანსი იხილავს თავის თავს. გასაგებია იმას შეიძლება ეხლა რა ვიცი მე ხვალ რო დავიწყო ნაპოლეონი ვარ მეთქი ეხლა ვინ დამიჯერებს ეხლა რადგან მე თავს ნაპოლეონად ვიხილავ ხო? ეს ხო არ არის ახლა მილიონ რამე დიხილავ აღმაში თვით გამოცხადებული აღმაშენებელიც არის ხან უკრაინელია ხან ქართველია ამით ხო ფაქტები არ იცვლება კი ბატონო და ბოლოს მინდა ისევ ევროკავშირის თემას დაუბრუნდეთ რამდენად რეალურად გონიათ რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაგვიჩერონ და უფრო შორს წავიდეს ეს დაპირისპირება ევროკავშირთან და ამის გამო ხო არ არის სამხარაძის რაღაც მორბილებული განცხადება თუ რეჟიმი არ შევცვალეთ არა სამხარაძის მორბილებული განცხადება არის სტრატეგიული ბუნდოვანებისთვის რასაც ბიძნევაშვილი იმ თავიდან აწვევა თუ შეიძლება ეს ჟარგონი გამოვიყენო რაც შეეხება უვიზოს დროის საკითხია უბრალოდ თორე თუ რეჟიმი არ შევცვალეთ უვიზო გარდაუულად გაუქმდება. არა, იმიტომ რომ ევროკავშირი ჩვენი მტერია, არა, უბრალოდ იმიტომ რომ რუსებს არ აქვს უვიზო. იმ ქვეყანაში, სადაც ირანის გავლენა, რუსეთის გავლენა, ანუ სადაც, რავი, ჯიჰადით იმუქრებიან, ისინი, რა ქვია, საქართველოს მოქალაქეები და უვიზო მიბოსვლის უფლება აქვს. და ანუ თუ ეგ სიტუაცია არის გარდაულად, ანუ ჩვენ თუ რეჟიმი არ შევცვალეთ, უვიზო გაუქმდება გარდაულად. არა, იმიტომ რომ ქართველ ხალხს ერჩის ევროკავშირი. არა, ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ რუსეთის და ირანის მოკავშირე პროქსი სახელმწიფოდან ნაკადი არ შესდიოდეს. მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იზავს ამას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეჟიმის შევცვალოთ, ანუ აზრი არ აქვს მაგაზე მსჯელობას. აუცილებლად გაუქმდება უვიზო. შეიძლება წელს არ გაუქმდეს, მაგრამ მომავალ წელს გაუქმდება. თუ რეჟიმს არ ვცვლით, უქმდება. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. თამარ ჩერგოლეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი და შემდეგი იქნება გრიგოლ გეგელია, ლელო ძლიერი საქართველოს ასევე ერთ-ერთი ლიდერი და მასთანაც ბუნებრივია საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე ვისაუბროთ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან კვლავ დაესხა თავს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს. მან თქვა, რომ როცა გვაქვს არჩევანი, დაუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას. ჩვენ ვირჩევთ ეკლესიას. შეიძლება ეს ბრიუსელს წყინს, მაგრამ ცივი წყალი დალიოს, ვისაც ეს წყინსო, განაცხადა პაპუაშვილმა. მასე თქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი ერი ვიქნებით. თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შემდეგაცო განაცხადა მან. ასევე თქვა, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველოს განაცხადი შეიტანა. და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 ბუხში წერია. თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მოულოდნელად განსხვავებულად ალაპარაკდა ლუქსემბურგიდან. ის ლუქსემბურგში იმყოფება ვიზიტით, იქ შეხვდა თავის კოლეგებს და ამბობს ლუქსემბურგს ვთხოვეთ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითო თქვა ბატონმა სამხარაძემ. გრიგოლ გეგელია ჩვენი სტუმარი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ გავიგოთ პაპუაშვილის ესეთ თავდასხმები და სამხარაძის ასეთი განცხადება? აი მეც ახლა ვკითხულობდი ამ წამს დამაწესეს ამბავი და აი ეს აჩვენებს ალბათ ყველაზე კარგად ქოცების სიყალბეს. აი ერთ დიდ სიყალბის კორიანდელს, რასაც ქვია ქართული ოცნება და ქოცი საერთოდ. დღეს ჩვენ ნახეთ პარლამენტის სპიკერი, რომელიც თავს დაესხა ევროკომისარს და ევროკომისიას თან ტყუილად, ტყუილი თქვა, რაც თქვა და ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებ და მე ამაზე ბრიფინგს გავმართე დღეს, როდესაც ცადერ საზოგადოებას განვემარტა, რომ რასაც პაპუაშვილი ამბობს არის უბრალოდ სისულელე და ტყუილი. მაგაზეც ვისაუბროთ. ვისაუბროთ, მაგრამ აი ახლა ამასობაში ვხედავთ რადიკალურად საპირისპიროს მისივე კოლეგისგან. აი შტოც კი არ განსხვავდება, წარმოგიდგენთ მე რა ხო? პარლამენტის კაცია ესეც და ისიც. ეს ხელმძღვანელობა სპობის კომიტეტს, მე ვეძახი საგარეო საქმეთა სპობის კომიტეტი, ხო? ეგ არის სამხარაძე და ის არის ეროვნული სპობის კომიტეტი, სახელად ეგრეთწოდებული პარლამენტი, ხო? აი ეს ორი ადამიანი ერთმანეთთანაც კი არ არიან თავხადაში. იქნებ ესეთი დაგეგმილი პოლიტიკა, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობდა სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკა, ანუ ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორესაც.
რომ ვითომ აი ევროკავშირთანაც გვინდა ხა ჩვენ კი არ ვამბობთ თუ არ აგერ მზად ვართ დიალოგისთვის. ხო, ერთი რა აქვს ეს სიყალდის მომენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხელით ამბობენ ერთს და მეორეთ აკეთებენ მეორეს, ჩვენ ხო ფორმალურად გვეუბნებიან ევროკავშირს, ხო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რომ 2030 წელს აპირებენ გაწევრიანებას, ხო, რაც რა თქმა უნდა სრული სისულელე. ამ პოლიტიკის კურსით ვერც 2030 წელს ვერ გაწევრიანდები, ვერ დაიწყებ და ვერც 2090 წელს. ანუ აქ კალენდარზე კი არა საქმე. საქმე არის იმაზე, რა შინაარს ატარებ, ხო, როცა რეჟიმი ხარ. კალენდარზე იმ კუთხით არის საქმე და ყოველგვარი იმ კუთხით, რომ თუ ეს კარები დაიხურა, მე უკვე რაც გინეს გააკეთა, ხო? შეიძლება ფანტასტიკური სახელმწიფო იყო, მაგრამ კარები აღარ იყოს, მომენტუმი აღარ იყოს, რასაც თქვი იმისა, რომ გაწევრიანდე. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს არის სტრატეგიული გუნდოვანებაც, ეს არის დაზღვევაც პოზიციის, როგორც ყველაფერზე იციან, მაგალითად ტრამპს ელაპარაკებიან ხოლმე, მე deep state-ს ლანძღავენ მეორე ხელით, ხო? ეს ხოცური ხელწერა არაფერი გასაკვირებელი რომ ამაში არ არის, ან არაფერი, რა თქმა უნდა, ორიგინალური, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რას და ეს არის თავარი. ჩვენ ვიცით და მე მithქვამს არაერთხელ მათ შორის თქვენ ახლის მეშვეობითაც ყოველ დღეებში, რომ ქოცები ცდილობენ დაალაგებას ყველგან ოღონდ ქოცურ ფასად, ხო? მათი მიზანი არის, რომ როგორღაც მიაღწიონ ნორმალიზებას, ხო? როგორღაც მიაღწიონ რაღაცა ტიპის ხელის ჩამორთმევას, ხო? ფოტოს, გრანტს, ინვესტიციას, მე ვიცი და ისედაც მithქვამს ბოლო პერიოდში არაერთხელ, რომ ისინი ელჩებთან ევროპაში, აი გასულ კვირაში ვამბობთ ბოლოს ამას და ესეა დასტური, ხო? მე ხარ ვიცი სამხარზე ამას ითქვა, მაგრამ ზუსტად ეს მაგ ნათქვამი, რომ ელჩებთან და ევროპულ ინსტიტუტებში დადიან, დაძრწიან და თხოვენ გარკვეული ტიპის ნორმალიზებას და ლეგიტიმაციას, მაგრამ პრობლემა, რასაც ისინი აწყდებენ, არის ის, რომ ამ ყველაფერს ითხოვენ ქოცურ ფასად და არა ადეკვატური ნაბიჯების გადადგმის ფასად, ხო? მათ უნდათ, რომ თან დაგვიჭირონ, თან აუქმონ პარტიები, რომელთაც მრავალი ასეული 1000 ადამიანი აძლევს ხმას და უჭერს მხარს, მათ უნდათ რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი დააპატიმრონ, უნდათ რომ სკროლვა, სკრინის რაღაც დეპარტამენტის რაღაცა ხათაბალდო უბედურება შექმნან, აი ესეთი ქოცური რაღაცები უნდათ რომ აკეთონ და თან პარალელურად უნდათ რომ მიიღონ ლეგიტიმაცია უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ეს არ გამოსდით ჯერ ამერიკასთან განიცადეს კრახი, ახლა ევროპასთან განიცდიან კრახს. დარწმუნების შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ამ პოლიტიკის პირობებში, აი ხა ნიკა სამხარაძე იქ რაღაცა სირინოზის სახით დგას და რაღაცა მაგნიკა სამხარაძის რეჟიმმა არცემა კათოლიკე ლუქსემბურგში საერთოდ რამიზდით ჩავიდა, ანუ რა არა ლუქსემბურგში შეხვედრები გამართეს, არა გამართეს პარლამენტში ხა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ანუ ლუქსემბურგი ხვდება მათ და ელაპარაკება, ხო? ევროკავშირის ქვეყნებს ზოგადად აქვთ ასე ვთქვათ შეჩერებული მაღალ დონეზე შეხვედრები, მაგრამ ნუ ლუქსემბურგი ელაპარაკება და საერთოდ ლუქსემბურგს აქვს და მე ვიცი ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ საგარეო საქმეთა მინისტრ ლუქსემბურგს აქვს, ის არის ჩვენი წევრი, ალდეს წევრი ბატონი ბეტელი, ბეტელს აქვს ზოგადად ეს ფილოსოფია, მე მასთან ვისაუბრე ამაზე, რომ რაც შეება ცდილობს ღია იყოს მხარეთათვის, რომ ეგებ მხარები მოეგონ გონს. ხო, მე არ ვიცი ბეტელს შეხვდეთ თუ არა, არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ ლუქსემბურგში თან სხვა ფორმატები იმართება ხოლმე, ხო, ეს ლუქსემბურგის ამბავიც არ არის ცალკეულად, ხო? ფორმატი ის თქვა მინისტერიალის, საბჭოს, პარლამენტის ფორმატებსაც ვერ შევხედოთ ბუნებრივია, ხო, ამ კუთხით. მაგრამ ნახეთ, ჩასვლა კი არ არის, რითი ჩამოვა თბილისში ეგ ამთავარი, ხო? ანუ თხოვეთ ლუქსემბურგს რომ გვიშამდგომლოს ევროკომისიასთან ამასო. კი, და ჩვენ გვექნება ასევე ლუქსემბურგთან კომუნიკაცია, ხო, შესაბამისად, ბეტელთანაც და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ბეტელმა ძალიან კარგად იცის, ხო? მე მისაუბრე მასთან პირადად, როგორც ვამბობ, ხო? თუ დაიწყეს მაგალითად რუსულ კანონზე მართლა აქამდე ამბობდნენ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ ვისაუბრებთ. ხო, ნახეთ, ეხლა ამბობენ, რომ მზად ვართ რუსულ კანონზე ვილაპარაკოთ, ხო? ის რუსულ კანონზე ხო, ეს თქვა კი. მათ შორის რუსულ კანონზესო. ოღონდ ნუ რუსულ კანონზე კიდევ ორია, ფარა და ასე შემდეგ. მე ჯერ ვერ გავისანის რუსულ შინაარს, ამიტომ მიხარია ეს თქვა. ნახეთ, ძალიან მარტივია. აი ამას ვამბობდი ზუსტად ისე აი ამ წამს გავიგეს, რა ქოცურ ფასად არ გამოვა გადატვირთვა. თუ მეორე მხრივ რუსულ კანონს მან არ ახსენა, მან თქვა გამჭვირვალობის კანონთან და მისთვის გაიწვიოს და თუ კიდე გამჭვირვალების ერქვა და რაც კიდე ერქვა, თავი გაიწვიოს უბედურება და მე რუსულს დაუსახებ სულ, იმასაც იყო და ჯერ კიდევ არის. მაგრამ აი ამას ვამბობდი სწორედ, მე რა ქოცურ ფასად ვერ მოხდება დაალაგება. ეხლა თუ მეორე მხრივ და მე ვიმეორებ არ ვიცი ამ მომენტისთვის ზუსტად რა აქვს, თქვა მე ეხლა თქვენგან ვიგებ, მაგრამ თუ გაიწვიოს თუ გაიწვიოს მაგ რუსულ კანონს, თუ გათავისუფლდება ყოველი პატიმრები თუ მოხდება დრაკონული კანონების უკან წაღება, აი დრაკონული პრაქტიკების უკან წაღება, თუ მოხდება გადახედვა ან ურთიერთგანადგურების პოლიტიკის და თუ ამავე დროს დავიწყებთ მსჯელობას, როგორ და რა პირობებში ჩავატაროთ ახალი არჩევნები, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ნორმალიზება იქნება სრულიად წარმოსადგენი.
და ჩვენ მე ყოველშაბათში ველოსახელში მინდა თქვა ეს მithქვამს უკვე ჩვენ ნორმალიზებასთან კი არ გვაქვს პრობლემა პირიქით მე ძალიან მინდა რომ ჩემს სახელმწიფოს გქონდეს რაც შევა ნორმალური და კარგი ურთიერთობები ხო ეს ოპოზიციისთვისაც უკეთესია ხო ქართლისთვის დემოკრატიული მე არ ვარ პირველში ოპოზიციონერი მე ვარ ქართველი პირველ რიგში და ჩემი სახელმწიფო რომ ვარდება ტალახში და ლაფშეს არა რაღაც ცარიელი სიტყვები მაზარალებს პრაგმატულად მარტო ემოციურად და მორალურად რაღაც საფრთხეზე კი არა პრაგმატულად მაზარალებს ხო ქოცისგან განსხვავებით მე ამას ვხედავ რომ დღესაც ემართება ჩვენ სახელმწიფოს არის ძალიან საზარალო თითეული ჩვენგანისთვის და მე მინდა რომ ამერიკასთან იყოს სტრატეგიული პარტნიორობა მინდა რომ ევროპასთან იყოს კარგი გამართული ორმხრივი ურთიერთობები მინდა რომ კანდიდატის ჩარჩოს ფარღალალა ქაღალდს კი არ ეძახდნენ არამედ შინაარსი ქონდეს და მეტი გრანტი მოიტანოს მეტი სამუშაო ადგილი მოიტანოს და არ მინდა რომ ერევანი ჯობნიდეს თბილისს მართლა არ მინდა სირცხვილია არ მინდა რომ მოლდოვა ყველაფერში გვასწევდა არაფერში არ გვასწევდა ხო მაგრამ ნახეთ ქოცური პირობებით ეს არ მინდა მე მინდა ადეკვატური დემოკრატიული პროცესის კვალ-და-კვალ ეს ყველაფერი მოხდეს და თუ ქოცი მეტყვისო იცი რა მოდი სტაბილურობა გქონდეს მაგრამ მე შენ თავში გვითხრამ პარტიას გაგიუქმებ დაგაბრალებ რაღაცა ნონსენს ესეც გვაბრალებენ ხოლმე ხო რაღაცა სკრინებს და სკროლ რაღაცებს შევქმნი და გაგიკონტროლებ თავისუფალ სიტყვას ეგეთი პირობებით არ მინდა. ნამდვილად არ არის ნორმალიზება და არც მოხდება ამბობდა. აი რა თქვა უფრო დეტალურად რო წავიკითხოთ ახლა სამხარეს განს. ახლა ხან დასრულდა სამხარაზე ამბობს ჩვენ შეხვედრა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, კომიტეტის წევრებთან ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასე უსაფრთხოებად ასე შემდეგ. ლუქსემბურგის პარლამენტარებს ჰქონდათ კითხვები, ის ამბობს სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. მათ იმის შესახებ თუ რა ხდება როგორც საქართველოს ისე რეგიონში. თუ რა როლს თამაშობს საქართველოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში და ასე შემდეგო ოკუპაციიდან ოკუპაციაზეც ვესაუბრეთო, რა პრობლემატიკაა ჩვენსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებშიო, ამაზეც ვისაუბრებთო, ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლებას. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო წაიმართა, დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ბევრი წევრი დაესწრო ამ შეხვედრას. ლუქსემბურგის პარლამენტის შედარებით მცირერიცხოვანია და 10-ზე მეტი წევრი იყო ამ შეხვედრაზეო და აი ესეც ნახლად აჩვენებს იმ ინტერესს, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს. ის ამბობს, რომ ასევე შეხვდა შეხვედრა საგარეო უწყებაში, მერე ცალკეო, გამართულ შეხვედრაზე აღინიშნაო. დღეს ასევე შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში და აქაც ვთხოვეთ ლუქსემბურგის მხარეს, რომ საქართველოსთან დიალოგი განახლდეს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად, ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროთ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების, გულისხმობ გამჭვირვალობის კანონს. ლუქსემბურგის მხარეს საკმაოდ კონსტრუქციულად მოეკიდა ჩვენს პოზიციას და იმედი გვაქვს, რომ ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი აქცენტი. შესწორებას პირველი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები შეაჩერა ირაკლი კობახიძემ, მისმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპულ კავშირს არ შეუჩერებია არაფერი. თუმცა იმათაც ჰქონდათ ხა პრეტენზია. იმათ კრიტიკა რა თქმა უნდა და იქამდეც ბევრი ჰქონდა და მას მერეც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ევროპულ კავშირსა და საქართველოს შორის ინტეგრაციული პროცესი შეაჩერა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. ეხლა ესე ციტირებენ ხოლმე 2025 წლის ნოემბრის წერილს 2025 წლის ნოემბრის დასაწყისსა და 2024 წლის 28 ნოემბერს შორის არის თითქმის ზუსტად 1 წელი, ხო? 350 დღეზე მეტი. აი ამ 350 დღეში არიან ქოცურად არეული, ხო? 350 დღით ადრე ვიდეის წერილი გამოიგზავნებოდა, რაც გამოიგზავნა. ამათმა შეაჩერეს, აი მისმა მეგობარმა ირაკლი კობახიძემ შეაჩერა საქართველოს სვლა ევროპული კავშირისგან. ასე რომ მე მათ ვურჩევდი, რომ გაიწვიონ უკან რუსული კანონი, მე მათ ვეთყოდი, რომ უნდა გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, რა თქმა უნდა მოხდეს დრაკონული კანონების გაწევა საქართველოში უნდა აღდგეს აი დრაკონულ კანონებამდე არსებული სტატუს კო სამართლებრივად წარმოუდგენელია რომ ევროპული კავშირი რამეზე დაგელაპარაკოს აი ამ მათაც იდიოტური მაპატიეთ და დრაკონული რუსული კი არა შავრასული შემზარავი კანონების პირობებში ევროპული კავშირი რაზე უნდა დაგელაპარაკოს და მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ ეგრეთ წოდებული რუსულ კანონზე და არც მხოლოდ გრანტების კანონზე არაერთი სხვა დაახლოებით 13 კანონია მიღებული ამასობაში სამეს მავნებლები მარტო დარჩნენ ასანთით ოთახში მიიღეს ძალიან ბევრი შემზარავი საშინელი კანონი
ხო და აი ხა როგორც დარჩნენ და როგორც სამის გადაბუგეს ეს სახელმწიფო, ესევე აიღო პასუხისგებლობა, გაიტანა ეს კაცი მან ახლა ლაპარაკობს ლუქსემბურგში. ეს კაცი პარლამენტარია ვიმეორებ და მან კანონებზე ხმა აქვს მიცემული. მე არ მიმიცი არც ერთი მაკანონი. დიალოგში რას გულისხმობ, არ ვიცი ხა აპირებენ თუ რა კანონი არ იქნება ამის შეიძლება რომ ფორმალურად რაღაც დიალოგი დაიწყონ და ხო, როგორც თავი მათი მიზანი რა თქმა უნდა ვერ გაიგებ. ამერიკასთან ხო ნახეთ არათუ დიალოგი დაიწყეს, რაღაც თითქმის ხელი ჩამოართვეს, ხო რაღაცებზე გვახსოვს თბილისში. მე შევხვდი სახელმწიფო დეპარტამენტში, ისინი შევხვდნენ, აქეთ ოპოზიცია შევხვდა კიდევ და სად წავიდა მე. უცებ გამოვიდნენ, გადაუტრიალდა ბატონ ბიძიას, გამოვიდნენ და ერთიანად გააცამყეს ყველანაირი მიღწევა, რაც თითქოს ჩანდა რა ქონდათ. მათ, მე კი არა ვინმესთან, მათ ამერიკასთან. ასე რომ მე ერთ და ორ ნიუს არ აღვიქვა მათგან სერიოზულად, მით უმეტეს ამ დონეზე, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი ეძახიან კაცს და ფაქტია რომ ჩავიდნენ და ითხოვეს დიალოგის განახილვა, ანუ აღელვებთ ეს საკითხი. ისე არ არის რომ ფეხებზე კიდეო. არა, აღელვებთ და მე გიდასტურებ რომ არაერთ სახელმწიფოსთან და არაერთ ელჩთან ზუსტად ეს არ გაკეთებული ბოლო თვეების განმავლობაში. ხოლო ახლა დასტურია იმისა, რაც მე ვიცოდი, რაც ვამბობდი ჩვენი მაყურებლების გასაგებად, რომ ისინი დადიან და თხოვენ. ეხლა უკვე თქვენს კიდევაც. ასე რომ აფერ გერმანიაში არ არის, ჩვენ უნდა გავუზავნოთ ყოფილი შედეგებით. დაიხევს რეჟიმი უკან ბოლომდე. აღიარებს როგორ აზარალა ეს ქვეყანა წაიღებს ამ კანონებს უკან. შეიძლება რაღაცებით ივაჭროს და ვთქვათ ამის სანაცვლოდ მოითხოვათ გაათავისუფლოს ნაწილი პოლიტპატიმრების რაღაცების შეცვალოს ამ კანონში და ასე შემდეგ. ევროპულ კავშირთან ასე ფონს გასვლა ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ვეუბნები თუ აპირებენ მართლა რაიმე ტიპის ნორმალიზების მოპოვებას და რაიმე ტიპის ლეგიტიმაციას, მათ მოუწოდოთ ყველამ ფუნდამენტურ საკითხებზე, პოლიტპატიმრებზე, არჩევნებზე და იმ კანონებზე ძალიან მკაფიო და საერთოდ მისაღები პოზიცია ქონდეს, იმიტომ ის ლუქსემბურგი და ის სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები მარტო არიღებენ განაცხადებას, ხო? ისინი ჩვენს გვეკითხებიან, ქართული ხალხის აზრი აინტერესებთ, ობიექტური მიზნები აინტერესებთ, ხო ასე ვთქვია, ხო, ობიექტური ბოლოები აინტერესებთ, ხო, შედეგები. ასე რაღაცა ხოცური ვიღაცა რაღაცა თქვა რომ მოდი ხარ გადავკვირდოთ ეს არ არის რაღაც თუქანი როგორ წარმოუდგენიათ და რა დუქნადაც გადააქციეს პარლამენტის საგარეო და კანცელარია. კი ბატონო, ეხლა რომ დავუბრუნდეთ პაპუაშვილის ამ განცხადებებს, რომ აი მაგალითად ჩვენ ევროკავშირი გთხოვს ოჯახური სიტყვის იმას გაუქმებას და ეკლესია პირიქით ხარს უჭერს და ამიტომ ეკლესიას დაუჯერებდა იმათ ცივი წყალი დალიონ. აი ქოცი და ოჯახური სიწმინე ანეკდოტია უკვე. ხო. ასევე მარტაკოსის განცხადებაზე შევახსენებთ ჩვენს მაყურებლებს, რაზეა საუბარი, უკვე მოლდოვას და უკრაინას გაუხსნეს მოლაპარაკებების პირველი კლასტერი, ანუ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს და ითქვა, რომ შეიძლება ასეთი იდეა განიხილება ევროკავშირში, რომ შეიძლება პირველ ეტაპზე არ ქონდეთ ვეტოს უფლება ახალ წევრ ქვეყნებს. ნუ ამოდიარ იქიდან რომ აქვს ორბანის სუდი გამოცდილება და ამაზე ამბობს პაპუაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მეორე ხარისხოვანი წევრები უნდა მიგვიღონ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას ხობენ მიიღებენ და ჩვენ არაფერს არ ვკითხავენო. ამას შეიძლება იყოს რაღაც ლოგიკა, იმიტომ რომ ევროკავშირის იდეას ამაზე იყო, ხო, რომ ყველა იყო თანასწორი, ყველას ჰქონდა საშუალება, რომ რაღაც გადაწყვეტილება დაებლოკა. კი, ეს იყო ასე თავის დროზე, მე მივიღეთ თანამედროვე ეპოქა, რომელშიც შეიცვალა პოლიტიკური გეოგრაფია და ძალიან ბევრი რამ. მათ შორის ევროპა, რომელიც დაიწყო რამდენიმე დასავლურ ევროპული სახელმწიფოთი, გახდა ძალიან ფართო პროექტი, ხო? ის დაიწყო ეკონომიკური პროექტი და გახდა პოლიტიკური პროექტი, ხო? დასაბამი იდეა იყო ეკონომიკა, ხო, რეალურად. და ამ ეკონომიკით მიხსოვე მშვიდობა გერმანიასა და საფრანგეთს შორის, ხო? ეს იყო იდეა პირველად. გერმანიასა და საფრანგეთს აღარასდროს აღარ ეომათ ერთმანეთთან, როგორც ისინი აკეთებდნენ ეგზომ ხშირად ისტორიის განმავლობაში. აი ეს იყო ჩანაფიქრი, ხო? ცხადია თავიდან, მაგრამ ეს იყო ეკონომიკური პროექტი და ერთადერთი მცირე ჯგუფ სახელმწიფოებისა დასავლეთ ევროპაში. მერე ეს პროექტი გახდა ძალიან განსხვავებული 2004 წლის გაფართოებით, ხო, საერთოდ გაიზარდა და მოიცვა ფაქტობრივად მთელი ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა. და ეხლა როდესაც დგას უკვე საკითხი დასავლურ ბალკანური სახელმწიფოების ერთი მხრივ და აქეთ ესე იგი ეგრეთ წოდებული ასოცირებული ტრიოს მიღებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს ერთი გაკვეთილი, ერთი მხრივ, გაფართოების გაკვეთილი არის, ხო, ხომ შენამდე შევიდა ჩეხეთი, შევიდა პოლონეთი, ბევრი კარგი რაღაც იყო, ბევრი რთული რაღაც იყო, ანუ გაკვეთილები არის, ხო, ემპირიული გაკვეთილები არის, ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არის ორბანის, ფიცოს და მსგავსის გამოცდილება, ბაბიშის და ასე შემდეგ, ხო? არაერთგვაროვანი გამოცდილებიც არის. ჩვენ გვახსოვს ორბანი, როგორ ბლოკავდა ხოლმე ფიცოსთან ერთად ძალიან კრიტიკულ რაღაცებს, გვახსოვს უკრაინაზე პოზიციები და ასე შემდეგ, ხო? რაც ჯამში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას აკნინებს, ხო? იმიტომ ევროპულ კავშირს თუ რამე ერთი აქვს, რაც აუცილებლად საერთო უნდა იყოს და დაცული. ეს არის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.
ამიტომ ეს აღარ დაუშვან. ეხლა ვთ ინიციატივა. ოს აქ ვთქვათ, ჩვენ მაყურებელს ეს ინიციატივა მეტი არაფერი. ეს არ იქნება ასე არა. გავიდა ეს ხო იქნება რაღაცა. ხო, ნახე თუ გავიდა რა იქნება. გამოდის რომ შეზღარო შეიღებენ გადაწყვეტილებას და არა. შენ ხალხი ასრულოს ხვის მიღებულ გადაწყვეტილებას. არა, ნახეთ ზოგადად ევროპულ კავშირს აქვს ყოველთვის ეგ ელემენტი, ხო? ეგ ელემენტი აქვს. შენ თუ გინდა ამ კავშირის წევრობა, ყოველთვის აპრიორი ხალხს აწერ იმას, რომ საერთო წესებს იცავ. ხო, მაგრამ წესების მიღებაში შენ იღებ მონაწილეობას. ხო, არა, იღებ რა თქმა უნდა და ჩვენ მივიღებთ თუ ჩვენ ევროკავშირში შევალთ, გვეყოლება ევროპარლამენტის წევრები, ხო? აქედან დავიწყოთ შესვლა ვარიშავს ევროპარლამენტში ვიჯდებით, ხო, ქართველები, ხო? ჩვენი რაღაცა ფრაქცია, ხო, ჩვენი ჯგუფი, ხო, იმედია ძალიან ბევრი, ხო? ინტერეს ჯგუფებში ყველგან ვიჯდებით ქართველები, ევროკომისიაში შეიძლება ვიყოთ და უნდა ვიყოთ ქართველები, რატომ უნდა იყოს? მე მინდა რომ ძალიან მალე იყოს პირველი ქართველი ევროკომისარი, ძალიან გამახარებდა, ხო? რაღაც კრიტიკული მიმართულებით ძალიან დიდი ეროვნული სიამახის საფუძველი იქნებოდა, რომ საქართველოს დაუბრუნდა თავის ძირითად წიაღს. და ამის გამოხატულებაა პირველი ქართველი ევროკომისარი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რა ვიცი, შეიძლება საერთოდ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ევროკავშირის ქართველი ერთ დღეს, როგორც გახდა კაია კალასში, ხო? მომცრო სახელმწიფოდან, რომელიც რა ვიცი, ბოლოს შევიდა, ხო? ასე თუ ისე, ხო? ევროპულ კავშირში, მაგრამ გახდა ეს ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი, შევა საერთოდ ევროკომისიის პრეზიდენტი გახდეს ქართველი. ეგ ამბიცია უნდა გქონდეს ჩვენ, რატომაც არა, ვერ გავიგე. ვიზა ნაკლები ვარ, ხო, მაგრამ თუ ვეტოს უფლება არ გექნება, მაგრამ ხვის უფლება თუ იქნება. აქ საუბარია რაზე? შენ შენივე წევრობით, შენივე პრაქტიკით უნდა აჩვენო, რომ შენ იმსახურებ წევრობას, ხო? სანამ სრულყოფილი უფლებები მოგენიჭება. ეს არის უბრალოდ გარდამავალი ფაზის დაზღვევის მექანიზმი, მეტი არაფერი. საბოლოო ჯამში წევრი, რომელიც მოიქცევა სწორად და ეს თქვა მარტაკოსმა, ჩემი არ გიგონოთ, ესეც მან თქვა, ვინც იცავს საერთო წესებს, იმას რა პრობლემა არ ექნება, არც ამ წესის დაცინცეს. საქმე სხვანაირია, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განაცხადი იყო მომართული რაზე, რომ რეალურად მათ არ უნდათ ევროკავშირში არც ისე შესვლა, არც ასე შესვლა. და აი ამაზე არის ეს აწუხებს პაპუაშვილს, იმიტომ რომ რუსული დაკვეთა არის, რომ არ მიუახლოვდნენ ევროპულ კავშირს და როგორც კი რაღაც კარგი ითქვათ, ეს ჩვენთვის კარგია. აი ესაც მარტაკოსმა თქვა, თუ წესად იქცა, ჩვენ გვაწყობს. ესე უფრო მალე მიგვიღებენ და უფრო მყარად, ვიდრე ისე, როგორც ახლა წესები. ისე არის ძალიან დიდი სკეპტიციზმი და შიშები. ხო, დიდ სახელმწიფოს აქვს შიშები. მივიღოთ ესენი ეხლავე თუ ცოტა ხანი კიდევ უყუროთ, ხო? და აი ამ წესით უფრო მარტივდება ჩვენნაირი შემთხვევებისთვის იქ შესვლა. ასე რომ და ამიტომ დაესხა მას პაპუაშვილი თავს. როგორც კი იქცნო რომ არ დაიძა საერთო პროცესიო, იმ წუთში გამოვარდა და გალანძღა ევროპული კავშირი და ეს კაცი ამაში იღებს ხელფას, ხო? ყოველ კვირა დადგება პარლამენტში, ყოველ კვირა თვეები და წლები, ხო? მე ხომ მიგონია, იქ დგას ყოველ კვირა თვეები და წლები და ლანძღავს ევროპას. აი სხვა რამე ესეთი კამპანიური ქონია? ბავშვთა შიმშილზე ულაპარაკია, არა, ხო, პარლამენტის სპიკერია, ხო? არ ვიცი, რამე უფლებებს ულაპარაკია, რამეზე ულაპარაკია ამდენი, როგორც ევროპა ლანძღავს, არაფერზე. ამან ხომ დაგვანახავს, რომ მას აქვს ეს დავალება. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის. გრიგოლ გეგელა იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გვექნება ახლა რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ექსპერტებთან ერთად დავბრუნდებით და განვიხილავთ სწორედ ამ საკითხს საქართველოს და ევროკავშირის შორის რა ხდება ამ მომენტისთვის დღეისათვის რა ვითარება. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო რთულდება და დღეს დილიდან შალვა პაპუაშვილი ფაქტობრივად იყო მთავარი დამტყრელი ძალა, როგორც ბოლო დროს ამ პერიოდში. მე კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ მის ამონარიდებს მისი განცხადებებიდან მარტაკოსის იდეასთან დაკავშირებით, რომელსაც თქვა, რომ ახალ წევრებს შეიძლება ცოტა ხნით ვეტოს უფლება შეუძლოდოთო. ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველოს განაცხადი შეიტანა. და არც ამგვარი კავშირის წევრობისგან სწრაფვა ის რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი წერიაო. ანუ თუ ასე მოხდაო, კონსტიტუციურ ვალდებულებაც კი არ გვექნება. მე ბრიფინგზე განაცხადა ნაბიჯ-ნაბიჯ გვაგუებენ იმ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი ერი ვიქნებით. თურმე არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალფეხზე, არამედ შემდეგაცო. ასევე კიდევ თქვა, რომ როცა გვაქვს არჩევანი დაუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ ეკლესიას. შეიძლება ეს ბრიუსელს წინს, მაგრამ ცივი წყალი დალიოს, ვისაც ეს წინსო და მოკლედ ძალიან ისეთ გონორზე იყო დილიდან შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მისამართი. თუმცა საღამოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც როგორც აღმოჩნდა ლუქსემბურგში იმყოფება ვიზიტით და იქ ხვდება ადგილობრივ პარლამენტარებს და საგარეო საქმეთა სამინისტროში აქვს შეხვედრები,
თქვა ასეთი რამ. ლუქსემბურგს ვთხოვთ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ. მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროთ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც. მოკლედ ეს ორი განცხადება შალვა პაპუაშვილის ასე ვთქვათ მუქარა ფაქტობრივად და რაღაცა იქედნური დამოკიდებულება ბრიუსელისა ცივი წყალი დალიონ და ეს რომ ლუქსემბურგს ვთხოვთ რომ დაგვეხმაროს დიალოგის განახლების და მზად ვართ საერთოდ გამჭვირვალობის კანონზე ვილაპარაკოთ, ეს ის გამჭვირვალობის კანონია, რომლის გამოც ლამის ქვეყანა ჩამოიქცა, ხო, 2 წლის წინ გახსოვთ სალაპარაკო და როგორ ეთანხმება ერთმანეთს და ზოგადად რა პოლიტიკა აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებით ამ თემაზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმრები არიან გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, თქვენისგან დავიწყებ, როგორ გაიგეთ ეს ასე ვთქვათ ურთიერთგამორიცხავი განცხადებები თქვენ. ხო, ეს ახალი არ არის ნამდვილად და ქართული ოცნების სტილია ერთგვარი, რაღაცა ეს საინფორმაციო ქაოსის შექმნა ერთგვარი, რომ რაღაცა ხელისუფლების რაღაცა ერთი მოლაპარაკე თავი ერთ რამეს ლაპარაკობს, მეორე თავი მეორე რამეს ლაპარაკობს, რაღაცა ერთი შეხედვით თითქოს ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. სინამდვილეში არაფერი უბრალოდ დამაბნეველი ამბავია და მგონია რომ აქ მთავარი ამბავი ის კი არ არის რომ ქართულ ოცნებას უნდა ევროკავშირთან ან ურთიერთობების გაუმჯობესება ან ევროკავშირის გაწევრიანება. უბრალოდ რაღაცა ტიპის პროცესის შექმნა უნდა, რასაც მე საკუთარ მომხრეებს თუ კონტროლირებად საზოგადოებას მიყიდის, რომ აი თითქოს ჩვენ რაღაცაზე მსჯელობთ და თან ეს მსჯელობა და ეს პროცესი თან აღიარებად გაიყიდება, მოდი ასე ვთქვათ, და თან ის რომ აი რაღაცა პროცესი მიმდინარეობს. ხო, სინამდვილეში წევრობის შანსი საქართველოს ქონდა. ფაქტია და ვხედავთ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გახსნა პირველი კლასტერი მოლაპარაკებების სულ რამდენიმე დღის წინ და დანარჩენ თავებს ალბათ უკვე ივლისში გახსნის. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინაც და მოლდოვაც ევროკავშირს მიუახლოვდა უკვე ძალიან ახლოს და სულ რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია, რომ ეს ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. საქართველოს წესითა და რიგით მათ გვერდით უნდა ყოფილიყო, შეიძლება ცოტა უფრო წინ ან ცოტა უფრო უკან, მაგრამ ამ პროცესის ნაწილი უნდა ყოფილიყო დღეს და საქართველოს ამ დისტანციაზე უნდა ასე ვთქვათ მიახლოვებულიყო ევროკავშირს და მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ ინტეგრაციის პროცესზე კი აღარ ვლაპარაკობთ, იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ვიღაცა არ ქართული ოცნება რაზე ვლაპარაკობს, რომ ვიღაცა მოგვეხმაროსო, რომ იქნება რაიმე ტიპის დიალოგი განვაახლოთო კომისიასთანო და მეორეს მხრივ რაღაც მე მგონი ერთი კვირის წინ იყო, როდესაც ქართული ოცნების დელეგაცია ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ლაპარაკი მიდიოდა იმაზე, რა ბედი ეწევა უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ანუ აქ ვართ სამწუხაროდ და კითხვა ასე უნდა და ხო არ შეაშინათ ისე უვიზო მიმოსვლის გაუქმების თემა. ამიტომ დაიწყეს რაღაც მოდიალოგი. ამან შეაშინოთ, იმიტომ რომ აქაც ქართულ ოცნებას აქვს ბერკეტები, რომ ძალიან მარტივი ნაბიჯების შედეგად შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, იმიტომ რომ მათ გაუქმებული აქვთ უვიზო მიმოსვლა და მე ქვეყნისათვის. მაგრამ ამისთვის ისინი არაფერს არ აკეთებენ. მარტივი რა ნაბიჯია? არ არის რაღაც განსაკუთრებული მოთხოვნები დემოკრატიაზე უკვე საუბარი და ადამიანის უფლებებზე და ხო განსაკუთრებულად ყველაფრის უკან წაღება. მესმის მაგრამ ყველაფრის უკან რაღაცა პროცესი უნდა დაიწყონ და აჩვენონ რომ ისინი რაღაცას აკეთებენ ამ მიმართულებით და ესეც კი საკმარისი იქნება რომ არ გააუქმონ უვიზო მიმოსვლა. ამაზე ვლაპარაკობთ ხო აქ? თორე ის კი არა რომ ამათმა რაღაცა განსაკუთრებული გააკეთონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ამის რო ეშინოდეთ უამრავი სხვა ბერკეტი არსებობს იმისა, რომ რაღაც პროცესი დაიწყონ იმისთვის, რომ ეგ საერთოდ არ მოხდეს. სურვილი რომ იყოს ქართულ ოცნებაში, რომ შეინარჩუნონ უვიზო მიმოსვლა, საკმაოდ მარტივად შეუძლიათ ეს გააკეთონ. მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა, თავარი აქცენტი ჩვენ რაზე უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში პასუხი უნდა მოეთხოვოთ ამ ადამიანებს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ასე ახლოა საქართველოსთან, ეს არის მინიმუმ 3 თაობის ნამდვილი ოცნება, ანუ ჩვენი თაობის, მამაჩემის თაობის და ჩემი შვილების თაობის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოზე და გახდეს ევროკავშირის წევრი. და სულ რაღაც რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ჩვენ გვექნებოდა უამრავი სიკეთე
რა ვიცი, ჩამოვთვლი თუ გინდა ამ ყველაფერს, ანუ საქართველოს რო გახდებოდა ევროკავშირის წევრი, რითი ისარგებლებდნენ საქართველოს მოქალაქეები. ანუ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე წარმოიდგინეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თუ გადაწყვეტდა რომ უნდა იქ უნდა გადავიდეს, იქ უნდა იმუშაოს, იქ უნდა რა უნდა, ამის ლეგალური უფლება ექნებოდა. აი ახლა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს დღეს ევროკავშირში და ცდილობს რომ რაღაცა სტატუსი მიიღოს. ავტომატურად იმ წუთშივე მათ ჩაერთვებოდათ ლეგალური სტატუსი, გაუჩნდებოდათ მუშაობის უფლება და ასე შემდეგ. ან უამრავი საქართველოს მოქალაქე ცდილობს რომ როგორღაც პარაზიტულად რომ რაღაც საფრანგეთის თუ სხვა ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გამოიყენოს იმისთვის, რომ კურნალობას ვერ იღებს საქართველოში. აქაც ევროკავშირის წევრი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნებოდა ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ საქართველოში ამ მომსახურებას ვერ იღებ. უნივერსიტეტები გაიხსნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხელმისაწვდომი გახდებოდა, უფასო გახდებოდა, სკოლები, პროფესიული სკოლები, სპორტსმენებს აღარ ექნებოდათ კვოტები ევროპულ გუნდებში თამაშისთვის და ანუ უამრავია ეს მხოლოდ პატარა რაღაც ნაწილია, ანუ ათობით მილიარდი ინვესტიცია მოვიდოდა ევროპული ამ შემთხვევაში ქართულ ეკონომიკაში, იგივე ევროპული მარტო ბაზარი კი არ გაიხსნებოდა, არამედ ქართული ბაზარი ევროპული ბაზრის სრულფასოვანი და განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, რაც ნიშნავს, რომ თავისუფალი გადაადგილება კაპიტალისა და ასე ვთქვათ ადამიანების ხო ანუ წარმოუდგენელ რაღაცას კარგავთ სამწლიან პერსპექტივაში იყო ეს სინამდვილეში ჩვენთან დღეს რო საქართველოს იქ იყო სადაც უკრაინა და მოლდოვა არის და ამას გვართმევს ერთი რა ვიცი ძალიან მდიდარი ნახევრად შეშლილი თუ მთლიანად შეშლილი ადამიანი იმიტომ რომ მიაჩნია რომ მის ძალაუფლებას ემუქრება საფრთხე ანუ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ეს არის აი წარმოუდგენელი დანაშაულია მე რა აი რომ დაფიქრდე რა ეს ადამიანები რომლებიც ამას ხელს უშლიან ეს არის უპატიებელი დანაშაული და მინდა რომ ყველამ გავიაზროთ რამხელა რაღაცას გვართმევს ივანიშვილის რეჟიმი. ხო, მაგრამ ამას რას უპირისპირებს სანაცვლოდ დამოუკიდებლობაზე უარ უნდა ვთქვა. საფეხზე უნდა ვიდიოთ, კაცებს გაათხოვებინებო. მაგაზე მივალ მანქამდე რა ქვია, მაგრამ ანუ აქცენტი ამაზე უნდა გავაკეთოთ და არა იმაზე რომ კიდე რაღაც პაპუაშვილი გამოვიდა და რაღაც სისულელეები იბოდიალა. ეხა მეორე საკითხი. აი ეს მარტაკოსის განცხადება ჯერ ერთი არასწორად იყო წარმოდგენილი. ხო, ამდე ნიკოლოს მინდა ფასებინო და მე გადავუბროთ მარტაკოსის იმას. უბრალოდ აი ეს განცხადებები რიტორიკის დონეზე რას ნიშნავს? ნიშნავს რომ შეიძლება მართლა დაიხიონ უკან რაღაც თქვა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნუ ზოგადად დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეს განცხადებები უფრო პირველი დავიწყოთ იმით, რომ ესა დღეს უკვე შეიცვალა ასე ვთქვათ რიტორიკაც უფრო წვავე გახდა ევროკავშირის მიმართ და მე ვფიქრობ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ახალი ასე ვთქვათ საფეხური, რომელსაც იწყებს ქართული ოცნება, ანუ ეს არის რეალურად ქართული ოცნების შიდა და პოლიტიკური მარცხი, ისინი ცდილობენ ერთი მხრივ რომ ასე ვთქვათ თავისი მარცხი დააბრალონ ევროკავშირის და რეალურად ევროკავშირს აკიდონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ამ პროცესის შეფერხებაზე და მეორე მხრივ ცდილობენ რომ საზოგადოებაში ასე ვთქვათ ეს ანტიდასავლური ნარატივი გააძლიერონ და ევროკავშირის საკითხის აქტუალიზაცია შეამცირონ. როგორც ჩანს ხო ანუ დღეს კონსტიტუციაზეც იყო საუბარი და რეალურად ამ ბოლო ერთ წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებული რიტორიკიდან გამომდინარე აშკარად ჩანს რომ კონსტიტუციის 78 მუხლი რომელიც არის ქართული ხალხის არჩევანი ხო ანუ ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქართულ ოცნებას თავის მოქმედებებში და შესაბამისად მათი სურვილი რო იყოს დარწმუნებული ვარ დღეს ალბათ ამის შესაძლებლობა რო ქონდეთ პარლამენტში გაუქმებდნენ 78 მუხლს და სხვა ტიპის ნაბიჯებს გადადგავდნენ კი ბატონმა პაპუაშვილმა რეალურად ერთიანად რომ შევხედოთ სურათს ერთი მხრივ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა რომ საზოგადოებაზე ასე ვთქვათ გავლენა მოახდინონ და ევროკავშირზე ის ევროკავშირის
კონტექსტში ხარდაჭერაში ამცირონ და კრიტიკოსების და სკეპტიკოსების რაოდენობა გაზარდა და მეორე მხრივ შექმნა შთაბეჭდილება, რომ აი ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი და მაგრამ ევროკავშირი არ გვიობს. ანუ ისევ და ისევ ევროკავშირისკენ პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა არის, თუმცა რეალურად ნათელია ყველაფერი, რომ ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა დღეს რაც ხდება, რა ურთიერთობებიც გვაქვს ევროკავშირთან და გამოწვეულია იმ ნაბიჯებით, რა ნაბიჯებიც გადაიდგა ბოლო 2 წლის განმავლობაში, იმ კანონებით, იმ რეპრესიებით და იმ ნაბიჯებით, იგივე საჯარო მოხელეების გაშვებით და პატიმრებით, ხო, ანუ ერთობლიობაში ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადად ევროკავშირის ღირებულებებს და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ არასრულებ იმ რეფორმებს რისი ვალდებულებაც გაკაღებული და იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგი რა ღირებულებებზეც დგას ევროკავშირი, ხო, რა თქმა უნდა ეს პროცესი გაჩერდება და სრული პასუხისმგებლობა იმ ხარისკენ წავა, ვინც გააჩერა ეს ყველაფერი, ხო, ლოგიკური არის. უბრალოდ აი ამ პროპაგანდით და დეზინფორმაციით ცდილობენ რომ გარკვეულწილად შეფუთონ ეს ყველაფერი. ფიქრობენ რომ თუ არაფერი არ გამოვა ევროკავშირთან უზოს გაგულფებენ წინ ვერ წავალთ, მაგრამ აქ მეორე ხელით უკვე გქონდეთ ნიადაგი მომზადებული რომ ევროკავშირი იყოს დისკრედიტირებული. ხო, და მე თქვა რომ აი ჩვენ ვაკეთებდით ამას. ამასობას გვართმევს, ასე შემდეგ, რეალურად ევროკავშირი არის სწორედ ის სივრცე, რომელიც შენ გაძლევს საშუალებას, რომ შენი სუვერენიტეტი დაიცვა და სწორედ ის ღირებულებებზე, რაზეც დღეს საუბარი არის, ხო, ანუ ქრისტიანობა, რელიგია და კულტურა, ევროკავშირი არის ადგილი, სადაც შენ გეძლევა საშუალება არათუ გამოავლინო და გაამჟღავნო და ამას რეალიზაცია მისცე, ამით გააძლიერო შენი იგივე რელიგიაც, კულტურაც და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობის შემდეგ შენ გეხსნება მრავალი საშუალება იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის პროგრამა განახორციელო ისეთი, რომელიც ხელშეუწყობს ამ ყველას კულტურულ, რელიგიურ და სხვა მიმართულებების განვითარებას და თავარი აქ რაც არის ევროკავშირი და თვითონ ევროპის იდეა ხო ქრისტიანობაზე დგას, ხო, ანუ ჩვენ ვართ ქრისტიანიერი და შესაბამისად ჩვენი ევროპაში გაწევრიანების სურვილი არათუ რაღაც პოლიტიკური არჩევანი არის, ეს არის ისტორიული არჩევანი, ცივილიზაციური არჩევანი და ხალხის არჩევანი და შესაბამისად დღეს ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხო, ანუ რეალურად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მთლიანად ერის ისტორიულ არჩევანს. გასაგებია და სწორედ ამ თემას უნდა დავუბრუნდე, ანუ რასაც მოყვა პაპუაშვილის ეს განცხადება, მარკიდერ ვახსტად მარტაკოსის განცხადება, რომელსაც თქვა, რომ ახალ წევრებს შეიძლება თავიდან ვეტოს უფლება ჰქონდეთ შეზღუდული, ანუ აქამდე ევროკავშირში მიიღება გადაწყვეტილი კონსენსუსით და ერთ წევრსაც შეეძლო დაბლოკვა და ამას ამით სარგებლობდა ორბანი მაგალითად და რაღაც სანქციებს ბლოკავდა და ასე შემდეგ. და თითქოს ამის პრევენციისთვის ეს, მაგრამ ამავე დროს იდეა ევროკავშირის ისაა, რომ ყველა თანასწორია და შენ თუ არ გექნება ვეტოს უფლება, გამოვა რომ სხვა შენზე მეტია. და შენ არ ახარ მისი თანასწორი და აქ შეიძლება ლეგიტიმური იყოს კრიტიკა და ამიტომაც ჯერ ევროკავშირშიც მიდის ხო დებატები ამ თემაზე და მოდი ეს ავხსნათ. კაი, დავიწყოთ იქიდან რომ ის რაზეც დააფუძნა ბატონობა პაპუაშვილმა თავისი ეს რაღაც კილომეტრიანი ბრიფინგი იყო თუ წერილი იყო თუ რაც იყო. ჯერ წერილი იყო და ვერ ბრიფინგი. ხო, სინამდვილეში ეს არის ტყუილი ინფორმაცია. ანუ თავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, მარტაკოსმა განაცხადა, რომ ახალ წევრებს შეეზღუდებათ რაღაცა, მსგავსი რამე არ ვთქვავს, თქვა, რომ განიხილება ეს ამბავი იდეა, რომ ვეტოს ბოროტად გამოყენების პრობლემა არის ევროკავშირში და შესაბამისად ამის გადაწყვეტაზე იხილება ბევრი სხვადასხვა ვარიანტი, ну, ბუნებრივიც არის, ხო, რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტულად უნგრეთი აკეთებდა ამას წლების განმავლობაში, რომ ის ბოროტად იყენებდა ვეტოს და აფერხებდა საბოტაჟის მდგომარეობაში იყო ფაქტობრივად ევროკავშირთან მიმართებაში, რაღაც პერიოდში პოლონეთი აკეთებდა მაგას, მანამდე რამოდენიმე პატარა ქვეყანასაც აქვს გამოყენებული ანუ ბოროტად ვეტო და შესაბამისად ევროკავშირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ანუ მმართველობის ფორმა არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ერთმა ან ორმა ან ზოგადად ამაზე არის აქ ლაპარაკი. არა, ნახე გიორგი, შეცვლი გადაწყვეტილების მიღების წესი და იტყვი რომ მაგალითად კონსენსუსი კი არ არის საჭირო. მაგალითად კონსენსუსი -1, ან 2/3 არის. სხვა საკითხი ეს ყველაზე ვრცელდება. ხო, იქ შეიძლება ის -1 აღმოჩნდეს გერმანია ან საფრანგეთი, მაგრამ აქ საუბარი იყო რომ კონკრეტულ ქვეყნებს ჩამოერთვათ. არა, სად იყო ეგეთი, ანუ მიიღო ევროკავშირმა ეგეთი გადაწყვეტილება. იდეის დონეზე გასაგებია რომ შეიძლება იყოს რამე, მაგრამ დავასრულებ იდეას. ანუ უბრალოდ რატო არის ეს ყველაფერი? პაპუაშვილის გარდა რომელიმე წევრმა სახელმწიფომ
რამე განცხადება გააკეთა? ბაბაშვილო თქვა რომ უკრაინელების წინააღმდეგია, მე არ მინახავს, მაგრამ თვითონ ასე. ანუ დღეს ან გუშინან რა ვიგინახავს, სადმე ანუ არც ყველა ბევრ ქვეყანას ეხება ეგ ამბავი, თუ ეგრე არის, ეგრე არ არის და მაგიტო გეუბნები. მაშინ ყველა გააკეთებდა განცხადებას და გამოვიდოდა და იტყოდა რომ რას ნიშნავს, კაცო მე ვეტოს უფლება მქონდეს საფრანგეთს და მე არ მქონდეს? ან რამდენი ხანი არ უნდა მქონდეს გაწევრიანების პერიოდშია, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იყო რომ დროებით, ახალ წევრებს, ანუ ახალ წევრებზე იყო დროებით. იმიტომ რომ წევრობის სხვადასხვა ვარიანტებსაც იხილავენ, უკრაინისთვის იქ სპეციალური ვარიანტი იხილება, ასოცირებული წევრობის, დროზე ადრე, ანუ წევრის სანამ გახდები მანამდე რაღაცა სიკეთეების მიღების ვარიანტი. ამიტომ ეგ კომპლექსური რაღაცაა, მერაბ და ანუ კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეგრე რომ თითქოს ეხა ახალი ვინც გაწევრიანდება, იმას ვეტოს უფლებას ჩამოვართმევენ, უბრალოდ ამათმა გამოიყენეს ეგ ყველაფერი და ამის კიდევ ერთი ყველაზე კაი დასტური არის იმისა, რომ სხვა რომელიმე ქვეყნის, ასე ვთქვათ, პირველი ან მეორე პირი რომ გამოსულიყო და ამაზე ბრიფინგი დაენიშნა და ერთი ამბავი აეტეხა, კაი, ვიტყოდი რომ კარგი, ამათ რაღაც ლეგიტიმური ამბავი აქვს, მაგრამ ბიჭო, შენ საერთოდ აღარ გეხება ეგ ამბავი, იმიტომ რომ რეალურად ხარ მაჩანჩალა და საერთოდ მოხვდები თუ არ მოხვდები ევროკავშირში, საერთოდ კითხვის ნიშანია. და ის ქვეყნები, რომლებიც ერთნაბიჯში არიან ევროკავშირთან, მაგალითად, თუ ვინმეს უნდა მაგაზე ამბავი აეტეხა, იყო მონტენეგრო, ხო? მონტენეგრო დაახლოებით წელიწად ნახევარში გახდება ევროკავშირის წევრი. მერე მოდის ალბანეთი და მერე მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინა. ანუ თუ ეს ქვეყნები არ რეაგირებენ ამ რაღაცაზე და შენ რეაგირებ რატომღაც, ესე იგი რაღაცა ვერ არის, ხო აქ ამბავი და არა ჩვეულებრივი დეзინფორმაციაა, სინამდვილეში მეტი არაფერი და ამ ყველაფერს იყენებენ აი შიდა მოხმარებისთვის და ასევე ევროკავშირთან ვითარების გასართულებლად. რეალურად აქ უფრო მე ცოტა სხვანაირად ხედავ ამ პროცესს. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა იმისკენ იყოს მიმართული, რომ აი ჩვენნაირ ქვეყნებს, იგივე მოლდოვასნაირ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს, ვისაც სურვილთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ანუ უფრო გაუმარტივდეთ ეს პროცესი, დაჩქარდეს ეს პროცესი, რომ არ დაბლოკონ მათი გაწევრიანება. ხო, არა, ეგ არის ახლა მაგალითად თუ თქვათ დროებით შენ არ გახდი ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჯერ არ გაქვს ეს ვეტოს უფლება, შეიძლება იმიტომ იყოს მასივა დათანხმდება შენს წევრობას. ხო, ეგეც არის და მეორე ფაქტორი არის, შეიძლება შენ ბოლომდე მზად არ იყო და შენი თქვათ იგივე მართლმსაჯულების დემოკრატიული სისტემა და ის ღირებულებითი და რეფორმების ასე ვთქვათ ერთობლიობა ბოლომდე არ იყოს ევროკავშირის სტანდარტების დონეს, მაგრამ მაინც გაძლევს შანსს, რომ შემოხვიდე ევროკავშირში და როდესაც შენ ყველაფერს გამოასწორებ, უკვე ვეტოს უფლებასაც მოგცემენ. უბრალოდ ეს რაღაც ინტეგრაციული პროცესის როგორ ვთქვა, დივერსიფიცირება არის იმისთვის, რომ ქვეყნებს გაუადვილდეთ ევროკავშირში ინტეგრაცია და უფრო მალე გახდნენ, თქვათ, წევრები, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვლილი და სწორედ ეს მოლაპარაკებების გახსნის პერიოდშიც ეს ალბათ უფრო კარგად გამოჩნდება და შესაძლოა აი ეს სწორედ აქეთკენ იყოს მიმართული. მთავარი არსი არის ის, რომ ზოგადად ევროკავშირის რეფორმირებაზე წელიწადზე მეტი არის საუბარი, ეს არ არის დღეს კი იყო ამაზე განცხადება, მაგრამ ეს ამაზე საუბარი დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ ზუსტად აი აღნიშნეთ თქვენც უნგრეთის кейსი, ამან გამოიწვია ეს პროცესი და მაშინ მივხვდა ევროკავშირი რაღაც რეფორმირება ჭირდება. ეხლა ზოგადად ისტორია გვაჩვენებს, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე თქვათ სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები დროთა განმავლობაში საჭიროებენ გარკვეულ ასე ვთქვათ რეფორმირებას, აი გაეროს მაგალითი რო ავიღოთ, ხა არასწორია გაეროს და ევროკავშირის შედარება, იმიტომ რომ განსხვავებული ტიპის გაერთიანება ორივე, მაგრამ გაეროში ჩვენ ხედავთ როგორი ეფექტური იყო მაგალითად 40-იან, 50-იან და 60-იან წლებში და როგორი ეფექტური არის დღეს, ხო, ანუ აქაც საჭიროება გაჩნდა, რომ მოხდეს იგივე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება. ევროკავშირის კონტექსტშიც, როდესაც ევროკავშირი წააწყდა გარკვეულ პრობლემებს უნგრეთის სახით, რა თქმა უნდა ეს პრობლემა აღარ დგას დღის წესრიგში, თუმცა ეს პრეცედენტი რომ დაიშვა უკვე, ხო, ანუ დაიბადა და რეალური მოთხოვნა იმისა, რომ რაღაცები გადაიხედოს, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ასეთი პრეცედენტები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეს არის ცოცხალი პროცესი და აქედან რაიმე სახის ასე ვთქვათ პრობლემის შექმნა და იგივე შედარება საბჭოთა კავშირთან, რასაც ვისმენთ ჩვენ ბოლო კვირაების განმავლობაში არის არასწორი. აქამდე ადარებდა ხო ხოლმე საბჭოთა კავშირზე, დღეს დაწერა ბაბუაშვილმა, რომ ევროკავშირი თანაბარ უფლებებზე და თანასწორობაზე არის დაფუძნებული, ასე შემდეგ, ანუ
აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირი არ ყოფილა. ხო, ანუ უბრალოდ ლოგიკაში არჩდება საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული რეჟიმი, საქართველოს იყო ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ და ჩვენი ხალხის ნების წინააღმდეგ ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები და ევროკავშირი პირიქით ჩვენი სურვილი არის რომ გავწევრიანდეთ და ევროკავშირი პირიქით შენ გაძლევს სივრცეს იმისთვის რომ შენ იყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი და რეალური სუვერენიტეტი მიიღო სწორედ ევროკავშირში და ევროკავშირი არის გარანტი რომ დაცული იქნება შენი სუვერენიტეტი და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ხო ეს საბჭოთა კავშირთან შედარება არანაირ ლოგიკურ ჩარჩოში არ ჯდება. ხო, ასე პროპაგანდისტული ხერხია, ხო? და რატო არის კიდე აუცილებელი ამ ყველაფრის შეცვლა, იმიტომ რომ ევროკავშირი ანუ სწრაფად გაიზარდა, ხო, რაღაც მომენტის შემდეგ ხა, როდესაც ჯერ 6 წევრი იყო, მერე 9 წევრი და ასე შემდეგ, მერე 16, მერე რაღაცა, იქ მარტივი იყო კონსენსუსის მიღწევა. მაგრამ ეხლა 27 წევრია და შეიძლება 27 პრინციპი კი გასაგებია. ეს ერთი. მეორე ამბავი არის რუსეთის საკითხი, ხო? ანუ უნგრეთის მაგალითს ევროკავშირმა დაინახა, რომ რუსეთი ახერხებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაბლოკვას, ხო, იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარებით. ხო, თუ შესაბამისად ხა ამას რაღაც პასუხი უნდა გასცე, ხო, შენ მუდმივად ხო ვერ იქნები გაჭედილ მდგომარეობაში. და ამაზე არის აქ ლაპარაკი საბოლოო ჯამში და სხვადასხვა ფორმებით მიდის იმაზე მსჯელობა იმასაც რომ ეს შეიცვალოს ამასაც კონსენსუსი ჭირდება ასე რომ ესე მარტივად შეიძლება ვერც მოხდეს ხო მე ერთ რაღაცას დავამატებდი რომ ეხლა ჩვენ რეალურად გვაქვს უნიკალური შანსი შესაძლებლობის ფანჯარა რომ შემდეგი გაფართოების ტალღა, როდესაც იქნება ევროკავშირი, ამ ტალღაში მოხდეს. ჩვენ თუ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ფაქტობრივად გაშვებული გვაქვს, არა? ჯერ კიდე და უკრაინა წავიდნენ. ბოლომდე არ არის დაკარგული ყველაფერი, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ იგივე სომხეთთან ერთად შევახდეთ ამ ნავს, იმიტომ რომ სომხეთში ძალიან ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს ევროინტეგრაციის და დიდი პოტენციალი არსებობს, რომ წინ წავიდეს სომხეთი. მაგრამ ჩვენ თუ საბოლოოდ დავკარგავთ ამ შესაძლებლობას, ხო, ანუ ევროკავშირი ამ გაფართოების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლოა 10-15 წელი აღარ გაფართოვდეს და ეგ აი დამეთანხმებით ალბათ რა მაგაში, რომ ეს არის ასე თქო ჩვენი ბოლო შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის. მე ჩვენ თუ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა, ხო, ანუ შეიძლება 10-20 წელიც პერსპექტივა აღარ იყოს მაგის იმიტომ ისტორია. კიდე მათი პროპაგანდა რასაც აჯერებს ხალხს, ეს არის სატყუ არა არავინ მიიღებს უკრაინას და მოლდოვას და საქართველოსაც ეს უბრალოდ ჩამოგვიკიდეს სატყუ არა წინ რომ რაღაცა ის იყო და ჩვენ არა როგორც ნატოს კარი ღია არის ამდენი ხანი და აი ეს ამასა პროპაგანდას აკეთებენ და ეხლა თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღეს ეს ჩამოიშლება ეგრევე ხო ეგეც არის ჩამოიშლება დაგვიანდება მე ანუ მაგას სომხეთის კონტექსტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ 2024 წლიდან ეს ქართული ოცნების რიტორიკა იყო ომსა და მშვიდობას შორის არჩევნის გაკეთება და სომხეთზე თან დაახლოებით ანალოგიური რიტორიკა იყო რომ თუ თქვათ სომხეთში გაიმარჯვებოდა ფაშინიანი მაშინ დაიწყებოდა ომი ხო ჩვენ ხედავთ გაიმარჯვა ფაშინიანმა და მე ნაკლებად არ ამგონია რომ მან რაიმე სახის ომი დაგწოს და ესეც ხა ფაშინიანის სომხეთში ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობა და მშვიდობიანი პროცესის წარმართვა მნიშვნელოვნად შეასუსტებს უკვე აქ ომსა და მშვიდობას შორის არსებულ ამ დეზინფორმაციულ ასე ვთქვათ ტალღას და აქედან გამომდინარე ეს პროცესები ურთიერთდაკავშირებული არის და უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ტენდენცია ჩანს ასეთი რომ რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს ხოლმე და რაც წარმატება გვაქვს, მე თავრობის მხრიდან ჩვენ ხედავთ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც უკან გვხებს რა. იგივე იყო მაგალითად აი როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს და უკვე რეალურად იმის კენ მივდიოდით რომ მოლაპარაკებები გახსნილიყო და სიგნალებიც იყო ევროკავშირისგან რომ ეს მოლაპარაკებები გაიხსნებოდა დიდი ალბათობით ხო მაშინ მოხდა ეს განცხადება და მდინარაზე გაიმეორა კიდევ ის ადრე რო წერდნენ ის წერდა შათირიშვილი ვიღაცები და ეხლა ერთ-ერთ ეთეში მომდერეზე რომ ესო კანდიდატის სტატუსის მონიჭება ომის მერე და რაღაცებიო ჩვენს დასახელად მოიგონეს სპეციალურად. ანუ მათ ჯერათ რომ ეს ომის მერე კანდიდატის სტატუსი იმიტომ შემოგთავაზეს მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს რომ საქართველოს ამით დაესაჯათ უნდა რომ იმას მისცემდნენ მოლდოვას და უკრაინას, საქართველოს არ მისცემდნენ, აქ მე რევოლუცია მოხდებოდა და რაღაცა ანუ ამ თეორიებში არიან. ძალიან სამწუხაროდ ეს სიკეთე კი არ იყო ისა რა ქვია ტრიუკი როგორც ივანიშვილს უყვარს ლაპარაკი. ხო, ანუ აქ
აქ პრობლემა არის ასევე იმაში, რომ ჩვენთვის მოლაპარაკებები რომ გახსნილიყო უკვე ჩვენ აქედან მივიღებდი ძალიან დიდ სარგებელს. ეხლა გასაგებია ევროკავშირის წევრი რო ხდები, სწორედ აღნიშნეთ, რომ მან ძალიან ბევრი სიკეთე მოდის, მაგრამ უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესიდან ხო, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, რომ ამ კლასტერებისში არსებული ვალდებულებები შეასრულო, ისე ფინანსურათაც და სხვა მხრივათაც გეხმარება და უკვე აქედან ამ პროცესისგანაც უკვე სარგებელი გაქვს, რომელსაც თითოეული ადამიანი ღებულობს და უშუალოდ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ევროკავშირში წავალთვა და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს კი ყველაფერი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ იმ დონემდე მივალთ ცხოვრების დონემდე, რომ იმის საჭიროებას შეიძლება არ გაგვიქცეს, რომ იგივე სამედიცინო დახმარების მისაღებად წავიდეთ საფრანგეთში, ან სასწავლებლად წავიდეთ უცხოურ უნივერსიტეტში, შენი რეფორმებიდან თუ მიუახლოვდი რეალურად ევროკავშირს და ის სტანდარტები დაამკვიდრე, რა სტანდარტებიც ევროპაშია, ხო, აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ ხალხი გავიდეს ქვეყნიდან და ესეც დადებითად იმოქმედებს იგივე მიგრაციულ საკითხებზე, ანუ ერთობლივად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს კარგავთ ჩვენ დღეს. კი, რა თქმა უნდა. ხო, ანუ აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ანუ ეს პროცესი მეორე მხარეც აქვს, ამას ანუ საქართველოს ვალდებული გახდებოდა ისეთი რაღაცეები შეესრულებინა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ცხოვრების დონის ამაღლებას და გაუკეთესებას ქვეყანაში. მაგრამ კი რის თქმა მინდა, კიდე აი მე ასე ვთქვათ, მედიანად სომხეთთან ერთად კალათაში მოხვედრის ამბავში არ ვიქნებოდი და რატომ? კი, სომხეთი სწრაფად მოძრაობს ევროკავშირისკენ და ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში რომ შევხედოთ, სომხეთს ჯერ ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ეს კაცრად უნდა ამას შევხედოთ ესე. ჩემი აზრით 5 წელი დაჭირდება დაახლოებით სომხეთს იმისთვის რომ ან ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ან კანდიდატის სტატუსი. რაღაც ან ჯერ ერთი და მე მეორე, ან ორივე ერთად. ამ და სომხეთთან ძალიან გვიანი. თუმცა გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგივე მე არ გამორიცხავ, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით ხმამოცემულობაში, ჩვენ რო ყოფილიყავით, აი ის ხაზი გაგვეგრძელებინა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა და უკრაინაზე და მოლდოვაზე რეალურად წინ ყოფილიყავით და ჩვენი გაწევრიანების საკითხი დამდგარიყო და სომხეთიც, ასე ვთქვათ, გვერდში ყოლო და შესაძლოა გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სომხეთის გაეწევრიანებინა და ავანსად, როგორც აი იმიტომ რომ ავანსად ეგ მე რთულად ხდება და ამაგეს ხო, ან რაღაცა მექანიზმი ისეთი მიეცათ, რაც იქნებოდა რატო არის ეგ იდეა, ანუ ეგ არის ბოლო ვარიანტი ნამდვილად საქართველოსთვის ჩემი აზრით და შანსი რომ ეს სომხეთი ამ გაფართოებაში ვერ მოხვდება. სომხეთი მოხდება გეტყვისად, თუ შანსი ექნებოდა, მართლა გაუძლებს რუსულ წნეხს, ჯერ კიდე საკითხავი ამბავია. მე იმედი მაქვს, რომ გაუძლებს და საბოლოო ჯამში გაარღვევს მაგას, მაგრამ 20-30-ის გაფართოება არის ეხლა მთავარი გაფართოება, რომელიც იქნება. და ამაში უკვე ჩანს, რომ 100%-იანი მოხდება, მაგალითად მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილო მაკედონია, მოლდოვა, უკრაინა ძალიან დიდი ალბათობით იქნება თუ არა იქ სერბეთი და ასე შემდეგ, მან ცოტა კითხვის ნიშანია, ნუ საქართველოს ძალიან დაბალი შანსი. უკვე როცა ეგ გაფართოება მოხდება, ერთად თუ ცალ-ცალკე. მერე დარჩება რაღაც გრეის პერიოდი, რა დაახლოებით 3-დან 5 წლიან პერსპექტივამდე, ის ქვეყნები, რომლებიც რაღაცა მიზეზის გამო ჩამორჩებიან ამ მატარებელს, იმათთვის რაღაცა პერიოდის განმავლობაში დარჩება ეს კარი ღია. შეიძლება ეს რამდენი წელი იქნება, არ ვიცი, 1, 2, 3, დაახლოებით დიდხანს ვერ იქნება. და იმასაც ავხსნი რატო. ზუსტად იგივე რა მოხდა 2004 წლის დიდ გაფართოების დროს, როდესაც 10 ქვეყანა შევიდა ევროკავშირში და 2 გარეთ დარჩა. ეს იყო სლოვაკეთი, ხო? არა, რუმინეთი და ბულგარეთი. და რუმინეთი და ბულგარეთი დარჩა გარეთ, იმიტომ რომ რაღაცები ზოგმა ვერ გააკეთა, ზოგმა არ გააკეთა და დატოვეს გარეთ. ოღონდ იმათ მერე დაუტოვეს 3 წლიანი პერიოდი იმისათვის, რომ იქ რაღაცები შეესრულებინათ და შეეწოვა ევროკავშირს რა. ოღონდ იმავე დროს 2004 წელს გაუხსნეს პერსპექტივა აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. აი ახლა ვინც ახლა ხვდებიან ევროკავშირში. ოღონდ იქიდან აი ამ გაფართოების იმ ტალღაში ვერც ერთი ვერ მოხდა და ვერც მოხდებოდა. შესაბამისად, ანუ აქ საყურადღებოა და ჩვენ არ უნდა თავი არ უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ ამ გაფართოებაში ახლა თუ ავწდით ამას, მე იმის გაგრძელება გაფართოება რო იქნება, იმაში მოხდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ამ გაფართოებაში იყვნენ და რაღაცა მიზეზით ვერ შევიდნენ. უყურე, შენ თუ ამ გაფართოებაში არ იყავი, იმის გაგრძელებაში ვერ მოხდები. და შემდეგი ამბავი, უყურე, როდესაც დიდი გაფართოება ხდება ევროკავშირში, იმას აუცილებლად მოყვება ანტიევროპული ტალღა.
ანუ დიდ ევროპულ ტალღას ყოველთვის მოყვება პატარა ანტიევროპული ტალღა. რატო? აი წარმოვიდგინე რომ დიდ кейპს რო გადაიტანან ბევრს საკვებს რომ მიიღებ, ხო? და აი მეორე დღეს ხარ ცუდად რა. ეგრე არის ევროკავშირიც. ანუ ის რომ ეს ქვეყნები მიიღო და ანუ ასე ვთქვათ შეითვისო აი ამ მონელების პროცესში, რომელიც რამოდენიმე წელი გრძელდება, აუცილებლად ამოდის მერე ანტიევროპული ტალღა. და ამ ანტიევროპული ტალღის დროს რაც არ უნდა მოინდომო ძალიან რთულია რომ მოხდა ევროკავშირში. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი რომ ეხლა მოვხვდეთ და ამის მართლა ძალიან ცოტა შანსი, მაგრამ არის ჯერ კიდევ დარჩენილი. შენ თუ სომხეთის იმედზე იყავი და 5 წელი სომხეთს ელოდე, როცა მიიღო ევროპულ პერსპექტივას და მე იმასთან ერთად თუ გაგიმართლა 15 წელში მე მოხდები. ოღონდ შეიძლება საერთოდ ვეღარ მოხდა იმ ევროკავშირში, იმიტომ რომ ის კარი მე მარტო შენთვის და სომხეთისთვის უნდა გაიყოს და ეხლა 10 სახელმწიფოსთვის იღება, ხვდები? ამიტომ ეს არის უდიდესი დანაშაული, ეხლა რასაც ქართული ოცნება ჩადის. და ეს დაუსჯელი უბრალოდ ვერ დარჩება. შანსი წელს შემოაბრუნება. ეს არის ვერაფერს ვერ შემოაბრუნება. ეს არის უპატიებელი დანაშაული მერაბ. და მინდა რომ ძალიან ბევრმა გაიაზროს ეს, მათ შორის ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ რაღაცეები შეიცვლება. ოღონდ აი ამ რაღაცა ტალახს თუ რაღაცას რომელიც ცხოვრების ბოლომდე ვერ მოიშორებენ ეს ადამიანები. ამიტომ სანამდროა ჩვენც გავინძრეთ და ისინი მათაც გაიაზრონ რამხელა შესაძლებლობას ყავთ. ეპოქალურ შესაძლებლობას პერსპექტივა უბრალოდ რაღაცას დავამატებია. შეაშფოთა ყველა როგორც ჩანს და მათ შორის რუსეთი ხა ლავროვი გამოვიდა და უკრაინის გაწევრიანება კარგი ევროკავშირში დაშლის ევროკავშირს. დაიშლება ევროკავშირი თუ უკრაინა გაწევრიანება. ხო, ეხლა ეს უბრალოდ დავამატებ ერთ რაღაცას, ეხლა ჩვენ ბულგარეთთან და რუმინეთთან შედარებით ის პლუსი გვაქვს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა და რეფორმების განხორციელება უფრო როგორც მარტივად შესაძლებელია. პოლიტიკური ნება თუ იგივე პოლიტიკური ნება არსებობს. ეხლა თუ შესულდა ყველა ის თქვათ რეკომენდაცია, რაც ევროკავშირმა მოგვცა და თუ ინტენსიურად მოხდა ასე ვთქვათ კლასტერების ჩახურვა და გაიხსნა მოლაპარაკებები, უნდა ასევე საინტერესო არის ის, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტი ჩვენ რო შევადაროთ იმ კლასტერებს, რა კლასტერებიც არის მოლაპარაკებების ჩართული, დიდი ნაწილი იგივე ჰარმონიზაციის კონტექსტში წინა წლებში შესრულებული არის რა, ასე რომ ჩვენ თუ მივედით მოლაპარაკებების პროცესში. მაგას იძახის ოცნება, რომ ახლა ჩვენ ასოცირებას გავყვებითო და 2028-ისო მზად ვიქნებითო, უკვე შესრულებული ვიქნება ყველაფერი. ხო, მაგრამ მან პოლიტიკური კომპონენტი შეიძლება ჰარმონიზაცია გააკეთო კონკრეტულ კანონებთან, მაგრამ სასამართლო გეკრება და რა თქმა უნდა, ეხლა არის ბევრი რაღაც თუმცა რეალურად ეხლა 2026 წელი არის, ხო, ანუ 3 წელიწადში ჰიპოთეტურად შესაძლებელი არის იმ დონემდე მიყვანა შენი იგივე კანონმდებლობის პოლიტიკური გარემოსი და იგივე სასამართლო სისტემის და ჩვენ გვაქვს სხვათა შორის შაბათს ექნება პრეზენტაცია მართლმსაჯულების რეფორმის და ჩვენი რეფორმის მიხედვით სავსებით რეალურად 3 წელიწადში იმ დონემდე მივიდეთ, რომ ამ ტალღაში მოვყვეთ, ხო, ანუ ამ ყველაფერს გათვალისწინებთ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს და იქნება პროფესიონალური გუნდი, ხო, მიღწევადია, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, მაგრამ თუ შეიცვალა ვითარება, მე ესე ცალსახად ნეგატიურად არ ვქნებოდი განწყობილი 2030 წლის გაფართოებამდე, მაგრამ თუ იქნება ამის ნება, ხო, ანუ ეს სავსებით რეალურია და რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ხო, ну, ეხლა ეს ჩვეულებრივი ამბავი არის რუსების მხრიდან, მაგათი ბაქი-ბუქი მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა რა, ზოგადად ყველა ამბობს, რომ რუსეთისთვისო ევროკავშირი, ნატო და ასე შემდეგ წარმოადგენს საფრთხესო და ომს მაგიტო იწყებენ და ასე შემდეგ. რეალურად რუსეთი აქ არც ევროკავშირში, არც ნატოში არ არის საქმე. რუსეთისთვის თავარი საფრთხე არის მის საზღვრებთან ქვეყნის დემოკრატიზაცია და განვითარება. ანუ რუსეთი თავის მეზობლებში დემოკრატიას ხედავს როგორც თავისი რეჟიმის საფრთხეს, რომ შესაძლოა ეს დემოკრატიზაციის პროცესი მის ტერიტორიაზე შევიდეს რა და ამ კონტექსტიდან ფიქრობს ის ახლა ჩვენ რო ეს სიტყვაზე ევროკავშირზე და ნატოზე თქვა თუ არის ნეიტრალურად გამოაცხადოთ ქვეყანა და დავიწყოთ აქტიური დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ძლიერი ჯარი, რა ვინმეს გონია რუსეთი დაგვანებებს თავს პირიქით იგივენაირად მოგვიდგება, როგორც აქამდე გვიდგებოდა. უბრალოდ ევროკავშირი და ნატო ძალიან ნომინალურია, რეალურად სხვა მიზნები ამოძრაობს, მაგრამ და სხვა გასაგებია და პლუს იმპერიის აღდგენ ამოძრაობს. ხო, შეიძლება ცოტა რაღაც დავამატო კიდე და კიდე მნიშვნელოვანი აქ მე რასში ვეთანხმები აქ ადამიანს, რომ ესე იგი პოლიტიკური ნება არის თავარი და მნიშვნელოვანი, ოღონდ უყურე რა დაინახა ევროკავშირმა. მან დაინახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასეთი პროევროპულია, ხალხს ასე უნდა ევროკავშირის წევრობა, ასეთი რეფორმირებულია, მან დაინახა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა,
საქართველოს ვერ აკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმის ერთ-ერთ მთავარ ამბავს ინსტიტუციურ მდგრადობას. ანუ რეალურად რა დაინახა ევროკავშირმა, რომ საქართველოში უკვე რეფორმირებული ინსტიტუტები არამდგრადია იმისთვის, რომ არ მიიტაცონ. ანუ ივანიშვილმა მოახერხა, რომ რეფორმირებული ინსტიტუტები მიიტაცა. და ინსტიტუტები იმისთვის უნდა იყოს ქვეყანაში, რომ პოლიტიკურმა ლიდერშიპმა რომ მოინდომოს, ვერ უნდა მიიტაცოს. და ეგ არის კოპენჰაგენის კრიტერიუმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი რა. და აქ მათ დაინახეს ის, რომ ხვალ რომ ქართულს რომ თქვა, რომ ეხლა ჩვენ ევროკავშირი გვინდა, ანუ მათი ნდობა არ შეიძლება, იმიტომ რომ ქვეყანაში ინსტიტუციური მდგრადობა არ არსებობს. ზეგ შეიძლება ქართულმა ოცნებამ გადაიფიქროს ის. ხვდები? და შესაბამისად ამას და კიდე მეორე ამბავი, ანუ ევროკავშირმა დაინახა, რომ რუსეთი ახერხებს წევრი ან რაღაცა წევრობისკენ მოძრავი ქვეყნების საშუალებით ევროკავშირის დისრუფციას რა, ანუ ასე ვთქვათ, საბოტაჟს. და შენ სანამ გექნება ეს ბეჯი, რომ რუსეთის მოკავშირე ხარ, იქ გრანაირი ისინი წავლა მოახდინო, რა ქვია, რეფორმირა და წავლა გაატარო. იქ პოლიტიკურ სუამანაში არავინ არ მიიღებს, ანუ რუსეთის ასე ვთქვათ, ტროას ცხენის როლს არავინ არ შეგასრულებინებს რა. ანუ ესეთი გასათვალისწინებელი ამბავია. მადლობა დიდი განაცემის სტუმრობისთვის. გიორგი რუხაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით.